გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დღეს არის 4 9 საათი და რა თქმა უნდა, დაგემოდით პოდკასტ არიადან და დღეს ვსაუბრობ ძალიან მნიშვნელოვან როგორც ყოველთვის თემაზე. ძალიან კარგ სტუმართან ერთად, მაგრამ სანამ სტუმარს გაგაცნობთ, უნდა გითხრათ, რომ და გთხოვოთ, გამოიწეროთ YouTube-ის არხი, ცოდნის მოყვარე პოდკასტის და ასევე მაგთხოვნა, თუ უყურებთ და მოგწონთ ვიდეო, მოიწონეთ და ლაიქეთ, როგორც ამბობენ, იმიტომ რომ ეს ეხმარება ვიდეოს გავრცელებაში და ეხმარება იმაში, რომ ბევრი ადამიანის თვალამდე მივიდეს და ბევრმა ადამიანმა მოკლედ ჩვენს დიდ ოჯახში ჩაევას, ასე რომ არ დაიზაროთ გთხოვთ. რაც შეეხება სტუმარს, ჩემი სტუმარი არის ელენე ჯაფარიძე. ელენე არის ფსიქოლოგი, პროფესორი და მწერალი. რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ წინა ერთ-ერთი ჩემი სტუმარიც ესეთივე რეგალიით იყო და ძალიან მიხარია, რომ ყველაფერთან ერთად მწერლები მოდიხართ ჩემთან სასაუბროთ. დღეს ვისაუბრებთ ძალადობაზე, მოძალადის ფსიქოტიპზე, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ღიმილის და ესეთი ემოციის გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით ძალადობას, გვესმის, ხედავთ. ხშირ შემთხვევაში არა, მაგრამ შეიძლება, რა ვიცი, თითოეული ჩვენგანიც რაღაცა ძალადობის ფორმა უდეს, მე რაღაც გაგვიკეთებია, არ ვიცი. და მოკლედ ამ თემას გავშლით. გამარჯობა. გამარჯობა. მიხარია, შენთან სტუმრად ყოფნა და ძალიან დიდ წარმატებას უსურვებ ამ პროექტს ზოგადად. მადლობა. დავიწყოთ პირველი კითხვით. არსებობს თუ არა ფსიქოლოგიაში ზოგადად ტიპიური, არ ვიცი სწორი ფორმა როგორ არის, მოძალადე და როგორ ხსნის ფსიქოლოგია ამ რაღაც, არ ვიცი, ადამიანის ამ გამოვლინებას. ძალიან კაი კითხვაა და ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე ქონდეს ცოდნა, რაც შეიძლება უფრო მეტ ადამიანს, იმიტომ რომ ასე გონიათ ხოლმე, რომ რაღაც განსაკუთრებული კონკრეტული ტიპი არსებობს, რომელიც ძალადობს და ცდილობს, რომ თავისი დომინაცია გამოავლინოს, ან ადამიანი დაჩაგროს და ასე შემდეგ. მაგრამ სამწუხაროდ ძალადობა და მოძალადე შეიძლება იყოს ნებისმიერი სოციალური კლასის, ნებისმიერი განათლების მქონე, ნებისმიერი ეკონომიკური შემოსავლის მქონე ადამიანი და ამიტომაც იმაზე საუბარი, რომ არსებობს ერთი ტიპი, რომელსაც მარტივად ამოიცნობ, რომ ხო ეს უნდა იყოს მაგალითად რაღაცა გამოკვეთილად აგრესიული ან მანიპულატორი. ეგრე არ არის. იმიტომ ძალადობა არ არის ინდივიდუალური პრობლემა. ძალადობა არის კულტურით დეტერმინირებული პრობლემა, ანუ რას გულისხმობ, რომ განსაკუთრებით პატრიარქალურ სისტემაში, სადაც იგულისხმება, რომ არის მკვეთრად გაყოფილი გენდერული როლები, რა მოეთხოვება ქალს და რა მოეთხოვება კაცს. აი ასეთ კულტურებში ხშირად ისეთი ფორმები ძალადობის, როგორიც არის დაჩაგვრა, კონტროლი, ეკონომიკური კონტროლი, ადევნება, წახალისებულიც კი ახალმე და ამას ბევრი მუშაობა და გაცნობიერება დაჭირდა საზოგადოებას, რომ ეს ფორმებიც კი მიიღო, რომ ეს არ არის ნორმა და ეს არის ძალადობა. ეხლა რაც შეეხება ესეთ ვიწრო ფსიქოლოგიურ ხედვას, ხო, მე ზოგადად ვცდილობ ხოლმე, რომ არ მოვახდინოთ რაღაცის ფსიქოპათოლოგიზაცია, იმიტომ რომ ფსიქოთერაპია, ფსიქოლოგია ვითარდება და ამ მეცნიერების განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა არის ისე, ჩვენ ვუყურებთ თითოეულ საკითხს, მათ შორის ფსიქიკის მუშაობას და გარემოს ზემოქმედებას ფსიქიკაზე და ფსიქიკის რეაქციას გარემოზე, არა მხოლოდ ფსიქოლოგიური, არამედ ბიოლოგიურ, სოციალური და ფსიქოლოგიური პერსპექტივიდან, სადაც ჩვენ ვაღიარებთ ბიოლოგიურ ფაქტორებს, ჩვენ ვაღიარებთ სოციალურ გავლენას, ანუ იგივე იმ კულტურულ კონტექსტს და ასევე ფსიქოლოგიურს, ხო? და ესეთ დროს, აი ვთქვათ, ტიპოლოგია რო ავიღოთ მხოლოდ ფსიქოლოგიურ ჭრილში, ტიპოლოგიურად არის ძირითადად ნარცისიზმთან დაკავშირებული ეს მომენტი. ოღონდ ნარცისისტულ აშლობასთან უფრო ვიდრე ნარცისიზმთან, იმიტომ რომ ნარცისიზმი ძალიან ისე ერწყმის ხოლმე საზოგადოებას. ჩვენში ყველაში არის ნარცისიზმი. ხო, აი ვთქვათ, ნარცისისტული აშლილობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს საერთოდ არ აქვს არანაირი უნარი მიიღოს გარემოდან კრიტიკული შეფასება. იმიტომ რომ სინამდვილეში ეს არის პიროვნება, რომელიც არის ჩამოყალიბებული ძალიან დიდი სიყვარულის დეფიციტით.
ინსტიტუტით, ფსიქოანალიტიკურად ნარცისიზმს ეძახიან საერთოდ დედის დაკარგული სიყვარულის ძიებაში არსებული პიროვნება, რომ ძალიან ისეთია, ხო, შემხებია, მაგრამ გამოვლინება ამისი შეიძლება იყოს კატასტროფული მეორე ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ ნარცისისტვის არ არსებობს მეორე. ნარცისისტვის ვარსება მხოლოდ მე. მე, ჩემი მოთხოვნილებები, ჩემი საჭიროებები და რაც უფრო მკაფიოდ არის გამოხატული ნარცისიზმი, მით უფრო დიდი არის ხოლმე ალბათობა, რომ თუ ჩემი საჭიროება არ შესრულდა, მე ეს ყველაფერი გამოვხატო ბრაზში, ან მე ეს ყველაფერი გამოვხატო ისეთ ბრაზში, ან ისეთ манипуляციურ ქცევაში, რომ შევისრულო ის, რაც მინდა, რაც მეორეს აზიანებს. ხო? მე გადავალ მე ძალადობის ფორმებზე. იმიტომ რომ ძალადობაზე როცა ვსაუბრობ, ძალიან მნიშვნელოვანია კონცეპტუალიზაცია, ანუ რას ვეძახით ძალადობას და ძალადობას არ ვეძახით ჩვენ მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას, ხო? საქართველოში ძალიან ბევრი სამუშაო ჩატარდა იმისთვის, რომ თქვათ, ოჯახში ძალადობის საკითხი, რომელიც შემდგომ გახდა საფუძველი იმისა, რომ მიიღო ქვეყანას ოჯახში ძალადობის კანონი, იქ ყოფილიყო კლასიფიკაცია და იქ ყოფილიყო განმარტება, რომ ყველაზე რთული ფორმა და ყველაზე ისეთი შეუმჩნეველი და ძალიან ბევრი მოძალადისთვის ესეთი ხელსაყრელი არის არა ფიზიკური, არამედ ემოციური ძალადობა, რომელიც არანაკლებ ზიანს აყენებს და შეიძლება კიდევ უფრო დიდ ზიანსაც კი აყენებდეს, იმიტომ რომ მაგ დროს მსხვერპლი საერთოდ ვერც კი ხვდება რაშია და რა მარწუხებშია მოქცეული, ხო? მაგრამ აი ნარცისიზმს რო დაუბრუნდეთ და აი ამ გამოხატულებით როცა ვსაუბრობ ნარცისიზმზე, ხო? როდესაც არის პათოლოგიური გამოხატულება. და რაც უფრო მეტია ეს ნარცისისტული გამოხატულება, მით ნაკლებია მეორის დანახვის უნარი და მით ნაკლებია მეორის აღქმის უნარი საერთოდ. თორე ისე თითოეულ ჩვენგანში არის ეს ნარცისიზმი, ხო? ახლა ნარცისიზმი რო არ იყოს ჩემში და იყოს მაგალითად უფრო წამყვანი შიზოიდალური ნაწილი, ხო? ეს სიტყვა ძალიან აშინებს ხოლმე და ამ დროს აქ იმაში კი არ არის, რომ რომელიმე ნაწილი არის პათოლოგიური, თუ რომელიმე ნაწილი განსაკუთრებულად არის დომინანტური და მთელ ჩემს მეს ფარავს, ანუ სხვა აღარაფერი აღარ მრჩება. მაშინ არის პრობლემა. და ჩემში რო იყოს მეტად გამოხატული შიზოიდალური ნაწილი, მე აქ არ მოვიდოდი. ანუ ნარცისიზმი არის ის, რომ როდესაც მე მომწონს გამოჩენა, მე მომწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა, როცა მე ვცდილობ მივიპყრო ვიღაცის ყურადღება, დავიმსახურო აღრთოვანება, რაც ძალიან ჯანსაღია. მაგრამ თუ მე ამით ვარ შეპყრობილი და ყველაფრის ფასად მიღირს ეს, იმიტომ რომ სხვა არაფერი არ ვიცი, იმიტომ რომ თუ მე ვერ მივიღე აღრთოვანება და თუ მე ვერ მივიღე პერმანენტულად ტაში, მაშინ მე უბრალოდ ვინგრევი, იმიტომ რომ ეს არის ცარიელი ბავშვი, უფსკრულია შიგნით, რომელმაც ვერასდროს ვერ მიიღო ის სიყვარული, რომელიც მას ჭირდებოდა. და არც იცის როგორია. საქმეც მაგაშია და სიყვარულს ითხოვს ძალადობით. დადასტურებას ითხოვს პერმანენტულს, ხო? და სამყარო არ არის ესე, ანუ სულ ვერ იქნება ყველა შენ აღრთოვანებული და ვერც განვითარდები. თუ სულ აღრთოვანებულები არიან, ხო? რაღაცა შენი შეცდომები, ანუ მანდ მივდივარ ზუსტად აი ეგომდე ზრდასრულ ნაწილამდე ჩვენს, რომ ჩვენ მივიღეთ ჩვენ დადებითი უარყოფით და შევძლოთ ამასთან გამკლავება. ასე რომ ძალადობის საკითხი არის საკმაოდ კომპლექსური, საკმაოდ ბევრი კომპონენტი შედის და არის აი ესე ძალიან უხეშად ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ სამი ფორმა, მაგალითად, ერთი ადამიანი, რომელიც ოჯახში და შინაურებში ძალადობს, სადაც ის ცდილობს, რომ ოჯახში დაამყაროს იერარქია და ეს თავიდან ბოლომდე პატრიარქალური ნორმით ნაკარნახები მომენტია და იმ როლების ერთგვარი ჩაყლაპვით ბავშვობიდან, რასაც ხედავდა, რომ თქვათ, კაცი არის ოჯახის თავი და მან უკვე აღარ მოდის ის მომენტი, რომ ეს კაცი როგორია? იმსახურებს, რომ იყოს ოჯახის თავი, თქვათ, თუ თანხდებით, რომ ოკეი, გვინდა ეს იერარქია, ხო? იმსახურებს, რომ იყოს ოჯახის თავი, არ იმსახურებს, რომ იყოს ოჯახის თავი, მართლა არის შემომტანი, მართლა არის მზრუნველი, არ არის. არა აქვს მნიშვნელობა. ხო, სტერეოტიპი არის, რომ კაცი არის ოჯახის თავი და ეს კაცი ძალადობით, კონტროლით, აგრესიით აი ამ იერარქიას ინარჩუნებს, ხო? და აი რაღაცა
ფსევდო ძალაუფლების განცდა, ანუ ეს ძალაუფლება და აღიარება მისი პერსონის არ არის დამყარებული პატივისცემაზე, არ არის სიყვარულზე. აღრთოვანებაზე, არ არის სიყვარულზე, არ არის მადლიერებაზე და არის ზუსტად შიშზე. მჰმ. აქ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მიყვება სქემას, აი იმ ჩაყლაპულ ინტროექტებს, ხო? აი რა არის ინტროექტი? ეს არის რაღაცა ინფორმაციები, აი რომ წარმოვიდგინოთ რაღაცა შეკვრა, დაპაკეტებული ინფორმაციების, რომელსაც ჩვენ გვაყლაპებენ, ისე რომ ჩვენ ამის გადაღეჭვას ვერ ვახერხებთ. გვაყლაპებენ მაგალითად სად- კულტურა, სოციუმი, კი. ოჯახი, ხო? ზუსტად. მჰმ. ნუ პირველი ოჯახია, რომელიც ხო. გვაყლაპებს, მერე არის ის სოციალური წრე, რომელშიც ვარ, მერე არის უკვე დიდი სოციალური წრე, საზოგადოება, რომელშიც ცხოვრობ და მთლიანად, ხო? მათ შორის ძალიან მარტივი რაღაცებია მედიიდან, რომელსაც ყლაპავთ, ხო? აი ამ თელ სტერეოტიპულ, ანუ ინტროეცირებულ რაღაცა ინფორმაციებს და ეს ინფორმაცია ესე არის ჩაყლაპული და გაანალიზებული არ არის, ანუ მართალი არ არის მართალი, ერგება, საერთოდ მე მერგება, არ მერგება და ასე შემდეგ. და მოკლედ აი ეს არის სქემები და ეს კაცი იქნება თუ ქალი იქნება, მაგრამ სამწუხაროდ უფრო მეტად კაცია იმაში რა ქვია, სამწუხაროდ წამებს. მაგრამ ნუ ხო ესეა რომ კაცი ყლაპავს ამას ძალადობის მხრივ და ქალი ყლაპავს მორჩილების მხრივ. ანუ იმ ქალსაც ნაყლაპი აქვს, რომ თუ ქალი ხარ და თუ გინდა რომ შენ ამ საზოგადოებაში გქონდეს რაღაცა ადგილი, გარკვეული ქცევის წესებია და მათ შორის ერთ-ერთი ნორმა არის, რომ იყო მორჩილი იმ კაცისა, რომელთან ერთადაც ცხოვრობ, ხო? მეორე ეს არის ანტისოციალური ტიპაჟი მოძალადისა, რომელიც აი არის უფრო შეიძლება იყოს ფსიქოპატი, სოციოპატი, ანუ ადამიანი, რომელსაც აქვს მთლიანად მეორე ადამიანის თანაგანცდის და თანაგრძნობის მომენტი ამოვარდნილი, რომელსაც საერთოდ ემოციურად არ ეხება სხვისი ტკივილი და დაგეგმილად ძალადობს, ანუ მას ანიჭებს სიამოვნებას ეს მომენტი, რაც ნამდვილად პათოლოგიურია და პათოლოგიურ პრიზმაში შეგვიძლია განვიხილოთ, აი ეს ყველა ანტისოციალური, თუმცა ესეც ალსახადაც არ არის და შეიძლება ადამიანი აი ერთი შეხედვით აბსოლუტურად ესეთი რავი ჩვეულებრივი ადამიანი სისტემამ მოაქციოს ისეთ სიტუაციაში და ისე ნორმალიზდეს მისთვის ამ ტიპის ქცევა, რომ გადაიქცეს აი ესეთ მოძალადად, რომელიც გეგმავს ძალადობას, გეგმავს სხვის ჩაგვრას და აი ეს მიაჩნია თავისი რაღაცა ხაზი, რომელიც უნდა გაიტანოს. წარმატებაც. კი, ბევრს ხედავთ ეგეთს, ხო, დღევანდელ რეალობაში. და მესამე ეს არის borderline მომენტი, ხო? ქართულად ეს არის მოსაზღვრე. რას ნიშნავს? ეს არის ზოგადად ფსიქოლოგიაში არსებობს ესეთი ტიპოლოგია ადამიანისა, მოსაზღვრე, რაც ნიშნავს, რომ პერმანენტულად ცვალებადია უჭირს თავისი ემოციების მართვა. ბევრი კიდევ სხვა მომენტია მაგ მოსაზღვრეობაში, მაგრამ ერთ-ერთი არის აფექტის მომენტი. როდესაც ის ავარდება აფექტში, მისი ბრაზი არის აფექტური და შესაბამისად ძალადობა კი არ არის დაგეგმილი, არამედ და წინასწარ მოტივირებული, რაც ამ ანტისოციალური მოძალადის შემთხვევაში იყო. არამედ ეს არის რეაქციული. არც ერთ შემთხვევაში ჩვენ ამას არ უნდა ვამართლებდეთ. აი ხა მე რაღაცას ვხსნი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვინც გვისმენს და თუ მას ეს ეხება პირდაპირ, ამისი ახსნა არ მიიღოს ამის გამართლებად. იმიტომ რომ ყველაფერი შეიძლება ჩვენ ავხსნათ, აბსოლუტურად ყველაფერი, მაგრამ გამართლება იმისი, როდესაც მე ვიღაცა ესე მეკცევა, არ აქვს მნიშვნელობა იმის გამო, რომ borderline-ია, იმის გამო, რომ იერარქიის ჯერა გარკვეული პატრიარქალური თუ რაც არის, ნიშნავს იმას, რომ მე მასთან ერთად თავს გრძნობ ცუდად, რომ მე მერღვევა ჩემი უსაფრთხოების უფლება. და ადამიანი, რომელიც არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ, რომელსაც ბაზისური უსაფრთხოების განცდა ერღვევა, შეუძლებელია ვისაუბროთ ამ ადამიანის
შინაგან ჰარმონიაზე, სტაბილიზაციაზე, კეთილდღეობაზე, იმიტომ რომ ჯანმრთელობა არ არის მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობა, ან მხოლოდ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობა არის კომბინაცია ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სოციალური კეთილდღეობისა. ანუ იმ გარემოში, რომელშიც მე ვარ, იქნება ეს მიკროგარემო, თუ იქნება ეს უფრო ფართო გარემო, მე უნდა ვიყო უსაფრთხოდ. ანუ ეს ბაზისი უნდა თავარი იყოს. ამოსავალი წერტილი. დამოძალადესთან მით უმეტეს აი ამ ბოლო ტიპთან საერთოდ ურთიერთობაში თუ ვართ ესეთი ინტერპერსონალური მით უმეტეს თუ არის პარტნიორი ან ოჯახის წევრი, რომელთან ერთადაც ერთჯერ ქვეშ ვცხოვრობ, ცხოვრება გავს აი დანაღმულ ველზე სიარულს. არიცი როდის რა. არიცი, როდის რა აფეთქებს, ხო? რაც არის კატასტროფა. უბრალოდ კატასტროფა, რა. და სამწუხაროდ სამივე შემთხვევაში აი ხა რაც ვახსენე, რეაგირება მსხვერპლის არის ხოლმე გვიანი. ან იმის აი სტატისტიკაც მაგას გვაჩვენებს. იგივე ოჯახში ძალადობის სტატისტიკას რო შევხედოთ, ხო, როდესაც მოძალადე და ხშირად სანამ შემოვიდოდა თქვა გენდერის თეორიების, სანამ ფემინისტური პერსპექტივა შემოვიდოდა საერთოდ ოჯახში ძალადობისა და ძალადობის ახსნას დაიწყებდა იგივე ფსიქოლოგიაში და გამოცდებოდით ამ ფსიქოპათოლოგიის ჩარჩოს, სულ იმაზე იყო საუბარი და ეხლაც მით უმეტეს, რომ მსხვერპლი მაინც გვიან ხვდება, რომ ეს არის წრე, რომლიდანაც გამოსავალი არ არის. მოძალადისგან უნდა წახვიდე. ანუ მე როდესაც ვთქვათ, მიყვებიან რაღაცა кейს, რომ იცი რა, ეს ერთხელ მოხდა. ანუ მე თავს თვლი ხოლმე ვალდებულად ავუხსნა, რომ როცა ერთხელ შენზე იძალადეს, всё, ეს ნიშნავს, რომ კიდევ იძალადებენ სამწუხაროდ და მეორე, ანუ ერთხელ საკმარისი არ არის. და აი ეს კითხვა იგივე კლიენტთან, მე არ მაქვს უფლება, რომ ჩემთან თერაპიაში მოსულ კლიენტს ვუკარნახო რა გააკეთოს, ხო, ეს თერაპია არ არის. ჩემი პასუხისმგებლობა არის, რომ მხარი დავუჭირო, მასთან ერთად ვიყო და ვეცადოთ ერთად, რომ ის მივიდეს გარკვეული რაღაცების გაცნობიერებამდე და იქამდე რა უშლის ხელს რომ იყოს ბედნიერი, ხო? და ეს კითხვა ძალიან ხშირად არის ხოლმე ისეთი კატალიზატორი ძალიან ბევრი გაცნობიერების, რომ ანუ ვინ თქვა რომ ერთხელ საკმარისი არ არის. და აი მანდაც მივდივართ ინტროექტამდე, რომ კაცია, ეპატიება, შეცდომა არის, კაცი აგრესიული უნდა იყოს, კაცი უნდა იყოს რაღაცნაირი დომინანტური, კაცი უნდა იყოს მასკულინური, მასკულინობა რატომ ყოს პირდაპირ აგრესიულობასთან არის დაკავშირებული. მერე რაღაცა ეს არის საკმაოდ ჩემ მილენიალების თაობაში, რომელიც რუსული საბჭოთა მომენტი ძალიან იყო შემოსული, ხო, სხვადასხვა წიგნებში, იმეებში არსებობს ესეთი გამოთქმა კატასტროფული, რომელიც ძალიან ხშირად მხვდება ხოლმე, ისევ და ისევ ჩემ და ჩემს ზემოთაობაში, რომ თუ გირტყავს, ესე იგი უყვარ ხარ, ხო, რუსულად არის და ნუ აი ამაზე დიდი დანაშაული აი ესეთი ინტროექტები, რომელიც შექმნილია საზოგადოების მხრიდან არ არსებობს. იმიტომ რომ ზუსტად ეს ინტროექტები გაძლევს ფსევდოიმედებს. აბსოლუტურად. თუ გირტყავს, თუ ფსიქოლოგიურად შენზე ძალადობს, თუ ეკონომიკურად შენზე ძალადობს, თუ უგულველყოფს პარტნიორი, მშობელი, ძმა, ნათესავი, არ ვიცი, ადამიანი, რომელთან ერთადაც შენ გიწევს ყოფნა, ნიშნავს, რომ მან სიყვარული არ იცის. და ის ვერასდროს სიყვარულს სამწუხაროდ ვერ ისწავლის. თუ რაღაცა ძალიან დიდი გაცნობიერებები არ მოხდა და ამ ადამიანმა არ დაიწყო თავის თავზე მუშაობა. ხო, ნუ ეს თუ ის ისევ იგივე ადგილას რჩება და შენ მასთან ერთად რჩები და ამაზე თვალს ხუჭავ, ის ვერასდროს ვერ შეიცვლება. ეს არის რეალობა. ამ რეალობის მიღება ძალიან ხშირად უჭირთ ხოლმე, იმიტომ რომ მანდაც ეგომდე მივდივართ, რომ აი მე ისეთი განსაკუთრებული ვარ, რომ ამას შევცვლი. აი ეს მინდოდა რომ მე კი ვიკითხე ზუსტად რა, რომ ძირითადად мотиваცია ქალების შემთხვევაში, შეიძლება მამაკაცების შემთხვევაში უბრალოდ მამაკაცების кейსი არ ვიცი, ქალი ვარ და ალბათ უფრო მეტი ქალი მიყვება რაღაცა ისტორიას. ძირითადად არის ხოლმე ეგ мотиваცია, რომ მე შემიძლია ეს ადამიანი შევცვალო. მე ამას გამოვასწორებ, ხო? და რეალურად ხო, ანუ
ანუ რაღაცა პერსპექტივებიდან რომ შევხედოთ, ეგ ადამიანებიც მოძალადეები არიან, ვინც თulis რომ რაღაცა ნუ გამოსწოროს, ანუ ფაქტობრივად ხო ძალადობ რა, მიდიხარ ვიღაცასთან და ეუბნები შენ ახლა უნდა გამოსწორდე რა. არ უნდა, ის ისეთია. იმან ესე იცის, იმისთვის ეს სწორია, სწორი ფორმაა. და რა ვიცი, შენ ყავ ხარ აღებული, მას რა ქვია, ნიშად რომ რაღაცა თავისი ეს უსიყვარულობა ამ ფორმაში გამოხატოს, ხო ეგრეა? კი, საერთოდ რა ვიცი, როცა რაღაც გამოსასწორებელია, მით უმეტეს ვიღაც და თან დასრულზე ვლაპარაკობთ, ანუ რატო ვარ მე, რითი ვარ განსხვავებული ან განსაკუთრებული, რომ ვიღაცის გამოსწორება შევძლო. ანუ აა, ადამიანს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ გამოასწოროს თავისი ქცევა, როდესაც აღიარებს, რომ მისი ქცევა არის არაკონსტრუქტიული ან დესტრუქციული, როდესაც აღიარებს, რომ მისი ქცევით სხვას ვნებს და ასევე თავის თავს ვნებს, როდესაც აღიარებს, რომ ძალიან ბევრი შეეშალა სიტყვაზე და როდესაც აღიარებს, რომ აქამდე ნასწავლი ახალი ვერსია არ ქონდა და უნდა რომ ისწავლოს ახალი ვერსია ქცევისა და ასე შემდეგ. და მან დავამატებდი ბოდიში გაწყვეტიდან მან დავამატებდი აუცილებლად რომ ხედავ ნაბიჯებს, რეალურ ნაბიჯებს ქმედებაში, რას აკეთებს და ეს სიტყვები არ რჩება სიტყვებად, ხო? ზუსტად, იმიტომ რომ ერთ-ერთი მომენტი აი ამ მსხვერპლი მოძალადის მომენტში, აი თუ ავიღებთ აი ამ წყვილების ურთიერთობას, ხო? არის ის, რომ ხშირად მოძალადე რას თავაზობს მსხვერპლს, აი ამ რაღაც ემოციურ საქანელას, ანუ არის ძალადობა, მერე ის იხდის ბოდიშებს, ჩუქნის ძალიან ბევრ სიყვარულს, მერე ისევ ძალადობა და ეს წრე დაუსრულებელია და მსხვერპლიც უფრო მეტად და მეტად ებმევა რა, იმიტომ რომ არის პერმანენტულად დაჯილდოება, როდესაც ის ბოდიშებს იხდის და სიყვარულს ჩუქნის, აი რომ აქტიურდება დოპამინი და შემდგომ აი ეს რა ქვია ძალადობის ნაწილი, სადაც შენ ძალიან უბედური ხარ და ძალიან უბედური რო ხარ ეძებ ისევ იმ ჯილდოს. და აი ამ ჯილდოზე ხდები რეალურად მიჯაჭვული. საერთოდ აი ეს მიჯაჭვულობის მომენტიც არც მიჯაჭვულობის რამდენიმე ტიპი არსებობს. ერთ-ერთი არის ჯანსაღი მიჯაჭვულობა. კი, ერთ-ერთი ეპიზოდში გავიარეთ ეგ რომელიც სამწუხაროდ ძალიან იშვიათად ხდება. ძალიან იშვიათად ხდება და არის ამ დროს ყველაზე სასურველი მიჯაჭვულობის ტიპი. ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვი იღებდა საკმარის სიყვარულს, არ ზედმეტს, არც ნაკლებს და ჩამოყალიბდა ზრდასრულად, რომელმაც იცის, რომ მაშინაც კი რომ მიატოვონ, ის არ მოკვდება. და ტიპი, რომელიც გვხვდება ხოლმე მსხვერპლი მოძალადის ამბავში არის ან შფოთვითი მიჯაჭვულობით, სადაც ძალიან ეშინია დატოვების, მიტოვების, კი, მარტოობის და ეს შიში არის აი დაახლოებით სიკვდილის შიშამდე ჩავდივართ და მიტოვების შიში ძალიან ბუნებრივ ბაზისური შიშია, ხო? ადამიანი იბადება ამ შიშით. იმიტომ რომ ეს მიტოვების შიში რო არ იყოს და საერთოდ ეს მიჯაჭვულობები რო არ იყოს, მაშინ დედა არ იზრუნებს თავის ჩვილზე და მიატოვებს. ანუ დედას და შვილს შორის ჯანსაღი მიჯაჭვულობა არის, რომელიც 3 წლის ასაკში უნდა ჩაიჭრას ჭიპლარი და 3 წლის ასაკში ბავშვი აცნობიერებს უკვე, რომ ის არის დამოუკიდებელი პიროვნება და დედა არის დამოუკიდებელი პიროვნება და კი, მათ ზუსტად ისე უყვართ ერთმანეთი და მიჯაჭვულობა სიყვარულს არ ნიშნავს. მიჯაჭვულობა არის გადავრჩე. და ეს გასაგებია, რომ 3 წლამდე, როდესაც ბავშვს არ შეუძლია დამოუკიდებლად ჭამოს და მით უმეტეს ჩვილია, ის უნდა იყოს მიჯაჭვული და უნდა მიიჯაჭოს დედაც. რომ დედამ უზრუნველყოს ზრუნვა და მისი გადარჩენა, ხო? შესაბამისად ეს ბაზისური შიში რო არ მიმატოვოს, იმიტომ რომ თუ მიმატოვა, всё, აღარ ვარ, ხო? მაგრამ როცა ვითარდები, ვიზრდები, საკუთარ თავს სწავლობ, საკუთარ თავს ვავითარებ, როდესაც არ ვიცი მე ყველანაირად საკუთარ თავზე ვზრუნავ და აი ამხელა ეს შიში, ეს ნიშნავს შფოთვითი, რომ რაღაცა ხდებოდა იქ
ბავშვობაში ვერ მომცა დედამ უსაფრთხოების გარანტია, ანუ ვერ მოხდა ისე გადასვლა, სეპარაციის მომენტი ვერ მოხდა უმტკივნეულოდ, ვერ მოხდა ჯანსაღად და შემოვიდა ძალიან ბევრი შიში, ძალიან რომ დედა აღარ დაბრუნდება, ან რომ დედა მიმატოვა, ან რომ დედისგან ვერ მივიღე ის რაც ჭირდებოდა და ეს მომყვება. და მე პარტნიორში დედას ვეძებ, მაგ სითბოს ვეძებ და დედას ვეძებ. ანუ უბრალოდ პარტნიორში ეს ფოთვა მაქვს, ხო? ეს ფოთვა რაღაც აშლილო და შესაბამისად რაღაცა ძალადობის ფორმით უკვე შევდივარ ურთიერთობაში, რომ მოვიპოვო უსაფრთხოება, რომ არ მიმატოვებენ, ხო? და შეგვიძლია ეგრე რაღაცნაირად ჩამოვაყალიბოთ, რომ დედას ვეძებ ისე მეორე ადამიანში. მე რომ მკითხოს კაცმა სულ დედას ვეძებ. ანუ ხო ყველგან დედას ვეძებთ და ყველაფერში დედაა დამნაშავე, რაც არ უნდა ვქნა. მაშინაც კი როცა შეიძლება მამა იყოს ძალიან არასწორი და მამა იყოს, არ ვიცი მე, საშინლად დესტრუქციული, საბოლოო ჯამში აი მე მქონდა მაგალითად შემთხვევა, როდესაც კლიენტი, რომელიც რამდენიმე სესიის განმავლობაში ჩვენ მუშაობდით იმ ტრაუმებზე, რომელიც მამამ მიაყენა, მამა რომელიც იყო ალკოჰოლზე დამოკიდებული, საკმაოდ მოძალა და ზუსტად აი ამ პატრიარქალური წნეხის მსხვერპლი თვითონ და შფოთვითი მიჯაჭვულობით, ნარცისიზმი, მოკლედ მთელი კომპლექტი იყო ყველაფრის, რაზეც ახლა აქვს საუბრობ და სადღაც ერთად ყველაზე ისეთ სესიაზე, სადაც ძალიან სიღრმისეულად ბევრი რაღაცა ამ ადამიანმა თვითონვე გააცნობიერა, უცებ მეუბნება, რომ აი ვცოფადები ისეთი გაბრაზებული ვარ და ნაწყენი ვარო და გაჩერდა. და ველოდები, რომ მეტყვის, რომ არის ნაწყენი მამაზე. და მეუბნება, რომ დედაზე. სავარაუდოდ, ხო. იმიტომ რომ მან ეს კაცი არჩია. იმიტომ რომ ამ კაცთან დარჩა და მეც მაიძულა ამ კაცთან ერთად მეცხოვრა. კი, ძირითადად ეგ არის ხომ. ეს არის და ეს кейსი საკმაოდ ბევრი წლის წინ იყო, მაგრამ გულწრფელად რაც არ უნდა წამეკითხა, აი ამ кейსმა დამანახა მთელი სიღრმე იმისა, რა არის დედა. და რამდენად მართლა ყველგან და ყველაფერში ვეძებ დედას. იქამდე სანამ არ გავაცნობიერებთ. სანამ არ გავაცნობიერებთ, რომ ხო, მე ეს მაკლდა, სანამ არ გავივლით ეტაპს, სადაც მივცემთ თავისუფლებას, რომ გავბრაზდეთ დედაზე, გვეწყინოს დედის და შემდეგ გადავლახოთ ეს წენა და ავიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, ან თერაპიაში ხშირად გონიათ, რომ როდესაც იწყებენ მშობლების გაკრიტიკებას, რომ აი ესე მეკცეო და ისე მეკცეო და ასე შემდეგ, რომ მანდედან თითქოს აღარ უნდა გამოხვიდე, რომ აი სულ მშობლით უნდა იყო, ხო. არა, ამოცანა არის, რომ რამდენი დროც სჭირდება კლიენტს იყოს მშობელზე გაბრაზებული ლეგიტიმურად და მიცეს თავისუფლება, ყველაზე რთული მშობელზე გაბრაზება და მით უმეტეს ისეთ მშობელზე, რომელიც მართლა არ არის მოძალადე და ნებისმიერ მშობელს როგორც არ უნდა უნდოდეს და როგორც არ უნდა ცდილობდეს, არ გამოსდის, რომ ბავშვი არ იყოს რაღაც დონეზე ფრუსტრირებული და ტრავმირებული, არ გამოდის. ანუ ვინც არ უნდა იყო. და შესაბამისად ეს გზა გასავლელია, მაგრამ მეორე ნაბიჯი არის, რომ მე ჩემზე ავიღო პასუხისმგებლობა, რომ ოკეი, ეს იყო. და ეხლა რა მინდა რომ გავაკეთო? ეხლა როგორ შემიძლია მე თვითონ ამოვავსო ეს ყველაფერი. რაც მაკლდა. როგორ შემიძლია ეს ყველაფერი გარდავქნა და რას ვუშვები, იმიტომ რომ მე თუ პერმანენტულად თერაპიაში ვრჩები აი ამ გაბრაზებული ბავშვის, ნაწყენი ბავშვის როლში, ნიშნავს რომ მე ვერ ვიზდები. ვერ განვითარდები, იმიტომ რომ ზრდასრულ ადამიანს ესმის, რომ დედაც და მამაც არიან ჩვეულებრივი ადამიანები. ისინი არ არიან იდეალურები და ისინიც უშვებენ შეცდომებს. და პირველად იყვნენ ისინიც მშობლები და არ იცოდნენ რა იქნება. ხო, შეიძლება მესამედაც იყვნენ. ეხლა მე ზუსტად ვაცნობიერებ, რომ ჩემი გადმოსახედიდან ჩემს პირველ შულთან ყველაზე მეტი შეცდომა მაქვს დაშვებული, რა თქმა უნდა. მაგრამ არც მეორესთან და არც მესამესთან არ არის ისე, რომ არ მქონდეს. ანუ ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, რომ აი რო გაიზრდებიან, ალბათ ნეტა რას მოყვებიან. კი მაინტერესებს ხოლმე, ნეტა რას მოყვებიან თავის ფსიქოლოგთან, მაგრამ აუცილებლად მოყვებიან. რა თქმა უნდა. ამასთან შეგუებული უნდა იყო. და აი ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც სხვათა შორის მშობელი, აი ესეთი ავტორიტარი მშობელი ხშირად შვილზე იყენებს, არის მე ვარ ყველაფერში მართა.
აჰა. და შენ და უგულველყოფა ბავშვის თქვათ სამართლიანი ბრაზის, სამართლიანი წყენის და ასე შემდეგ. გრძნობების. გრძნობების. და გამოსავალი აი ხშირად მშობლებს, რომლებსაც ძალიან უნდათ რომ იყვნენ კარგი მშობლები, ხო? და თქვათ შიში აქვთ, რომ აი ხო არ ვატრამირებ შულს და მე აი ჩემი ტრაუმების გამო ხომ არ აირჩევს მოძალად, ეს ნუ აი ძალიან ბევრი აი overthinking-ის მომენტიც მოდის ხოლმე. ჩემი პასუხია რომ კი, ჩვენ შეიძლება ჩვენ და უნებრივად დავატრამიროთ ჩვენი შვილები, მაგრამ თუ ჩვენ ვახერხებთ, რომ ჩვენ შვილთან მოვიხადოთ ბოდიში და ჩვენ შულს ვუთხრათ, როდესაც ის გულწრფელად რაღაცით არის აღშფოთებული ჩვენთან მიმართებაში და ვუთხრათ, რეცი რა, მე ვწუხვარ ამის გამო და აი აქ კი არ დავჭეთ რაღაც ავტორიტარი მშობლის როლში, არამედ ჩამოვიდეთ და ვაღიაროთ, რომ მეც რაღაცები მეშლება რაღაც არ გამომდის და გავხდეთ უბრალოდ ადამიანი, ემპათიური ადამიანი მეორე ადამიანის მიმართ, მაშინ ბევრად უფრო ნაკლები გვაქვს ტრაუმები. და მეორე, მაშინ ალბათობა იმისა, რომ ამ ტრაუმების შედეგად ადამიანმა მოახერხოს არა პოსტტრაუმული სტრესული აშლილობის ჩამოყალიბება, არამედ პოსტტრაუმული ზრდა, არის ბევრად უფრო მაღალი. როგორც გაკვეთილი ისე მიიღოს, ხო? როგორც გაკვეთილი, როგორც თავის გაძლიერება, ანუ როდესაც გადაივლის და გადალახოს. ნუ სინამდვილეში ჩვენ ტრაუმა გვრჩება იქ, სადაც არ მივიღეთ დასტური, რომ გვატკინეს. სადაც არ მივიღეთ აღიარება, სადაც ვიყავით უხილავი, ვერ დაგვინახეს. და ვიგრძენით უსამართლობა, ძალადობა, რომელიც არასდროს არ დადასტურდა. და მოძალადე ამას აკეთებს. მოძალადე ყოველთვის გასლაითინგს აკეთებს, ანუ რაღაცნაირად არაერთგვაროვან ინფორმაციას გაძლევს შენივე თავის შესახებ, თავისი ქცევის შესახებ, სადაც გაბნევს, გიუფასურებს ტყივილს, ან გაშინებს, ან იზოლაციაში ყავხარ, ანუ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შენ არ მიიღო დასტური, რომ მისი საქციელი შენს მიმართ არის არასწორი. შესაბამისად, შენ თუ გაქვს ესეთი შფოთვითი მიჯაჭვულობა, ან დეზორგანიზებული მიჯაჭვულობა, აი დეზორგანიზებული მიჯაჭვულობა რა არის, რომ შენ ბავშვობაში ხედავდი და იღებდი არაერთგვაროვან ინფორმაციას შენი თავის შესახებ. ხან უყვარდი, ხან არ უყვარდი. ხან უყვარდი, ხან არ უყვარდი. ხან გირტყავდნენ, ხან გეფერებოდნენ, ხან უგულველყოფდნენ ყველაფერს, ხან პირიქით გულში გიკრავდნენ და აბსოლუტურად დაკარგული ხარ. და მერე ეს საქციელი შენს მიმართ ისე გავს იმ პირვანდელ სცენარს, რომელშიც შენ გაიზარდე. რომ ვერ ხვდები, რომ არსებობს სხვა ვერსიაც. იმიტომ რომ არ გინახავს. იმიტომ რომ ყველაფერი, რაც პირველად ნახე, გგონია მთავარი სცენარი. გგონია ერთადერთი სცენარი. და არაცნობიერად ხშირად პირველი სცენარი როგორიც იყო, აი როგორც გექცეოდნენ დედა და მამა. ისეთ სცენარს ირჩევ შენ ცხოვრებაში, ისეთ ტიპაჟს ირჩევ, რომელიც გავს ამათ, უბრალოდ ამას არაცნობიერებ. აი, ხშირია რომ გარბის მოზარდი ოჯახიდან და გაიქცევა და შეხვდება ზუსტად ისეთს, როგორც ყავდა მშობელი. კი. და იგივე სცენარს აგრძელებს უბრალოდ სხვა ტერიტორიას. კი, და მანდ მეორე ვარიანტიც ხო არის, რომ პირიქით რადიკალურად განსხვავებულს ირჩევს, იმიტომ რომ ანუ თავისი ნაირი მშობელი არ უნდა. რეალურად ხო ეგეც არასწორია, ხო? ანუ ისევ იმ ტრავმიდან მოქმედებ, როცა გაურბიხარ და ზუსტად აი აბსოლუტურად განსხვავებულ ადამიანთან იწყებ ურთიერთობას, ვიდრე შენი მშობლები, ხო იგივე. ანუ იგივე პოლუსებია, ხო, ანუ ნახე, ერთ შემთხვევაში ზუსტად იგივე პოლუსში ხარ. უბრალოდ შეიძლება სხვა ბინაში გადახვიდე სხვა პარტნიორთან და მეორე შემთხვევაში, როდესაც რადიკალურად განსხვავებულ პოლუსში ხარ, ანუ პოლუსში ხარ, სადაც ასევე რაღაცეებია, რომელიც შენ შეგაწუხებს, ხო? ამოცანა არის, რომ ჩვენ შევძლოთ, აი, საერთოდ პოლუსი ნიშნავს გახლეჩვას. ანუ აქ ავტეხე ამბოხი, ან აქ ვერ ავტეხე ამბოხი, მაგრამ გავიქეცე აქედან და ვეამბოხები ყველას და ყველაფერს, რაც ამ ვერსიას გავს.
ყველას და ყველაფერს. გავს არ ნიშნავს ანალოგია ამ ვერსიის. აქედან გამომდინარე, ყველაფერი რაც ამ ვერსიას გავს, ნიშნავს, რომ ეს საერთოდ ყველაფერს უგულველყოფ და ვირჩევ მხოლოდ და მხოლოდ უკიდურეს ვერსიას. და ვიკეტები ამ უკიდურეს ვერსიაში, ხო? და ეს გახლეჩვა უკვე ნიშნავს საშინაო დისბალანსს შიგნით, უკვე ნიშნავს ომს საკუთარ შინაგანთან და ასე შემდეგ და ამოცანა არის ყოველთვის, რომ ეს გახლეჩვა იმას ქნა, რა ქვია, გაამთლიანო და მერე მთლიანობისგან გამომდინარე უკვე ავარჩიო მე ვინ მომწონს, მაგრამ ამისთვის არის სამუშაო საჭირო. მე არ ვიცი რომ ამას მარტო ფსიქოთერაპია და ერთადერთი მიმართულება ფსიქოთერაპია, რომელიც შორის თუმცა ძალიან ბევრ რაღაცას ადამიანს ახვედრებს და აჩვენებს. მაგრამ იგივე იქნება ეს სულიერი პრაქტიკები, იქნება ეს რაღაცა თვითგანვითარებაზე ორიენტირებული და ჩემს მეზე ორიენტირებული ნებისმიერი პროცესი მაძლევს შანსს რომ გავიაზრო, რომ რატო გავრბივარ ერთი პოლუსიდან მეორე პოლუსში და რომ პოლუსში ყოფნა ზოგადად არის თან არასახარბიელო, მინიმუმ არასახარბიელო, ხო? ეწლებთ ენთად დამანგრეველი. კი, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ რეალურად მაგ პოლუსში, ანუ შეიძლება თქვა გაიქცე, პირობითად ისევ რადიკალურად განსხვავებული ადამიანი მოძებნო, ან ზუსტად ისეთი მოძებნო და მე მიხვდები სადღაც რომ ვაიმე ისეთია, მე იქაც ამთავრებ, მე კიდე გარბიხარ, კიდე შეიძლება იგივესთან, ანუ სანამ ეგ გამთლიანება რაც შენ თქვი არ მოხდება, მაინც ერთ და იგივე წრეში ბრუნავ და საბოლოო ჯამში მიხვდები რომ ტანჯვაში ხარ. მე რაღაცა მომენტში მიხვდები რომ აი შენ თავზე უნდა დაიწყო მუშაობა და გადახვიდე მაღაზე. მე იცი რაზე მინდა რომ ვისაუბროთ, აი ინტიმურ პარტნიორთან ძალადობა, აი რაღაცნაირად ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაშიც, რა თქმა უნდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ალბათ ეგეთი შემთხვევა უბრალოდ არ ვეცნობი სხვა ქვეყნების ეგრე აქტიურად, თქვათ, ახალ ამბებს რომ ვიცოდე. ყველაზე ბოლო შემთხვევა რაც მახსენდება, ეხლა ჩვენს ქვეყანაში რაც მოხდა, ეს იყო რომ კაცმა მოკლა ქალი და მე რაღაც ბენზინი გადაასხა დააწვა თუ რაღაცა ეგეთი ძალიან ესეთი ცუდი ამბავი და საშინელება პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ მოხდა. ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე? ანუ ჩვენ ხო შინაარსი არ ვიცით, მაგრამ ეს შეგვიძლია ვთქვათ რომ იმპულსურობა და იმპულსურობით გააკეთა ყველაფერი. ანუ აი იცი რისი კითხვა მინდა? ფაქტია რომ მოძალადეა ხო ეს ადამიანი მოკლა ბოლოს ხო? ანუ ამითი დასრულდა. ჩვენ ასევე გვაქვს ესეთი ამას წინათ მოვისმინე ეგეთი ისტორია, ქალბატონმა მოყვა რომ მეუღლე გარდაიცვალა და თქვა რომ დავისვენეო. იმიტომ რომ მთელი არ ვიცი რამდენი 18 წლის განმავლობაში ვიყავი იმ რეჟიმში, რომ მაღაზიაში რო ჩავიდოდიო, 2 წუთით თუ გადავაცლებდი მაღაზიაში ყოფნას, იმ მომენტშიც კი მირეკავდა, სად ვიყავი, რას ვაკეთებ და ასე შემდეგ. მეგობარი ამხანაგია, ასე ეს ყველაფერი დავიწყებული, აი სამსახურშიც რო მივდიოდი, ანუ სამსახურში მე მიყვანდა, სამსახურში მომიყვანდა და ამ ცხოვრებაში ვიყავი და ნუ ეს ადამიანი რაღაც დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა მოკლედ იმ კაცმა და მორჩა. და ეხა ითქვა რომ მე გავბედნიერდი ამით რა. ეხა ის ხო ცუდი სათქმელია რომ ეხა მეუღლე დაიყო, მაგრამ გაბედნიერდა ამით. აი რა განსხვავება არის იმპულსის დაკარგვას შორის დაუცებ შეიძლება მკვლელობა მოხდეს და რა არის, როდესაც აი ეს პერმანენტული ძალადობა ხდება რა და გადავიდეთ თუნდაც ძალადობის ფორმებზე. რა ძალადობის ფორმებია? უშუალოდ საუბრობ ინტიმურ პარტნიორებთან რა ეს მიმართულება რომ განვიხილოთ. ეხლა შენ რა ორი кейსიც ახსენე, ორივე кейსში წამყვანი მომენტი მაინც ეს პატრიარქალური ნორმებია, რომ მე ვარ ქმარი, შენ ხარ ჩემი საკუთრება და ნივთი და მინდა ტელეფონით გაგაკონტროლებ და მინდა ბენზინს გადაგასხავ. მე საერთოდ მოძალადე კი არა, მკვლელია, ხო? პირველ შემთხვევაში. და ეს არ არის ესე მარტივად ერთი რაღაცის მიზეზი. ეს არის კომპლექსური მიზეზი, პატრიარქალური ნორმის, დადასტურებული, ლეგალიზებული უფლებისა, რომ შენი ცოლი გყავდეს რაღაცა ნივთად აღქმული, საკუთრებად აღქმული და რავი, ნივთებს ანუ პიროვნული ფაქტორები კიდე, რომ მე ნივთებს არ ვაზიანებ, მაგალითად, ნივთები მიყვარს. და მით უმეტეს ადამიანს,
ხო? რას ნიშნავს ეს, რომ საერთოდ როგორი დამოკიდებულება გაქვს სამყაროს მიმართ, რომ აი, რავი, რასაც მინდა იმას ვიზავ, ხო? რა თქმა უნდა, არ არის სოციალური ქცევა, არ არის ნორმა, არ არის მისაღები, არ არის კონსტრუქციული, ანუ წარმოუდგენელ დესტრუქციაზე, წარმოუდგენელ ძალადობასთან და წარმოუდგენელ კრიმინალთან გვაქვს საქმე, ხო? ანუ მკვლელობა არის. მეორე შემთხვევა ეს არის კონტროლი, ძალადობის ფორმა, ხო? ანუ მე ვთქვი, რომ ძალადობის ფორმებია, ერთ-ერთი არის ყველაზე მარტივი დასანახი, ეს არის ფიზიკური ძალადობა და პირველ ეტაპზე საქართველოში, როდესაც ოჯახში ძალადობის კანონი შემოვიდა, მსხვერპლს თუ ვერ უპოვიდნენ ფიზიკურ კვალს ძალადობის, ხშირად წყდებოდა ხოლმე საერთოდ გამოძიება და მოძალადეს არანაირ რაღაც ახმკვეთ ღონისძიებას არ შეუფარდებდნენ ხოლმე. შემდგომ უკვე როცა მოხდა იგივე საპატრულო პოლიციის დატრენინგება ამ გენდერული მიმართულებით, ოჯახში ძალადობის კანონის მიმართულებით და აიხსნა ფორმები, რომ ეს არ არის მარტო და არის კიდევ ძალიან ბევრი რაღაცა. მე უკვე უფრო მეტი ყურადღებით ხდებოდა ამ ფაქტზე ყურადღების მიპყრობა. და მეორე ნაწილი, რაც ვახსენე მანამდე არის ემოციური და აი მაგალითები შეგიძლია რომ მოგვიყვანო ემოციური ძალადობა რას ნიშნავს რომ შეიძლება არ ვიცი ვიღაცა გვისმენს და ემოციური ძალადობა ნიშნავს ყველაფერს, სადაც შენი პარტნიორი ცდილობს გაგრძნობინოს თავი ცუდად. მიზანმიმართულად, არაუბრალოდ, უცაბედად და როდესაც შენ იტყვი რომ აი ესე რომ მომართავ მაგალითად მიმწყინს და ის გაითვალისწინებს. არა, როდესაც არ აქვს მნიშვნელობა აუხსნი რას იზავ, ის აგრძელებს. როდესაც ის ცდილობს დაგაკნინოს, როდესაც ის ცდილობს დაგაჯეროს, რომ შენ არაფრად არ ვარგი ხარ. როდესაც ის ცდილობს გამყოფს იზოლაციაში, აგიკრძალოს შენს მეგობრებთან ურთიერთობა, შენს ახლობლებთან ურთიერთობა, როდესაც ყველაფერზე გაკრიტიკებს, როდესაც არაფერი არ მოსწონს, როდესაც გაჯერებს, რომ ყველაფერი, რაც მას არ მოსწონს და უკმაყოფილება მისი შენდამი, შენი ბრალია, როდესაც არ ჯერა არც შენი წარმატების, არ უნდა რომ იყო წარმატებული, არ უნდა რომ იყო გალაღებული, ანუ ყველაფერი, რაც შენ გეხება, არის აღქმული და შენთვის დანახებული, როგორც ცუდი, უარყოფითი, დისკომფორტული და ასე შემდეგ. აი ეს არის. თუ მე პარტნიორის გვერდზე ვგრძნობ თავს დაძაბულად, ვგრძნობ თავს შებოჭილად, გაჩერებული მაქვს სუნთქვა, ვარ შეშინებული, აღარ მჯერა საკუთარი თავის, აღარ მომწონს საკუთარი თავი, არ ვიცი მე ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის ჯანსაღი ურთიერთობა და რაღაცა ხდება ჩვენს ორ შორის, რის შედეგადაც მე აი ესე ვარ, იმიტომ რომ ნებისმიერ ჯანსაღ ურთიერთობაში არსებობს მთავარი მარკერი. ყველაზე მთავარი მარკერი. აი ამ ადამიანთან ერთად, როცა მე ვარ, თავს როგორ გრძნობ. ხშირად ადამიანები როგორ აფასებენ აფასებენ კონკრეტული სტანდარტული პარამეტრების მიხედვით, რომ რა ვიცი, კარგი გოგო ან კარგი ბიჭია, ეგ ნასწავლია, არ სვავს, არ ეწევა, არ თამაშობს, მუშაობს, ხო, ფულს არ აგებს, რაღაცა სტატუსი აქვს, მანქანა აქვს, აი რას ერჩი. საერთოდ არ არის იმაზე საუბარი, მოძალადეა თუ არ არის მოძალადე. არა, ჩვეულებრივი ადამიანი რომ ავიღოთ. ვაფასებთ სტანდარტის მიხედვით. ხო, სოციალურად რა არის ეს წახალისებული, რომ ვიცი, კარგი სამსახურშია, ოჯახზე ზრუნავს. მთავარი სტანდარტი არის მე მასთან თავს როგორ გრძნობ. თუ მე მასთან თავს გრძნობ ცუდად, როგორი გადასარევიც არ უნდა იყოს, რამდენი ენაც არ უნდა იცოდეს, რამდენი ფულიც არ უნდა ქონდეს, რამდენ ფულსაც არ უნდა მახარჯავდეს. ჩემი ჭეშმარიტება არის, რომ მე მასთან თავს ცუდად გრძნობ. და ეს უნდა იყოს საკმარისი დასტური იმისა, რომ მე მივიღო გადაწყვეტილება. იმის და მიუხედავად, რომ მე მასთან თავს ცუდად გრძნობ, ვრჩები მასთან
თუ მივდივარ. მჰმ. ორივე შემთხვევაში, როდესაც გაცნობიერებულია გადაწყვეტილება, მე უკეთესად გრძნობ თავს. ანუ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც კი, რჩები, ხო? კი, იმიტომ იმიტომ რომ შენი მე გადაწყვეტილება, ჩემი ხო. გადაწყვეტილებაა და მე ომს ვამთავრებ საკუთარ თავთან. ნახე, ომი რაზე მიდის? აი ზუსტად მაგაზე, რომ მჰმ. ძალიან ხშირია, ეხლა მე შემიძლია მოვიყვანო მაგალითი პირადი პრაქტიკიდან, როდესაც მოდიან ქალბატონები და მეუბნებიან, რომ მე მყავს ძალიან კარგი ქმარი. აი, ძალიან კარგი ბიჭია. არასოდეს არ მიყვირს, არ მეჩხუბება, ყველაფერს აკეთებს ოჯახისთვის, არის არაჩვეულებრივი მამა. მაგრამ მე მასთან არ ვიცი რა მეჭირს, ანუ აი რატო ვარ მე უბედური, მე რა მჭირს, რა დამემართა, მე ვარ ცუდი, მე ვარ უმადური, მე ვარ დაუნახავი. მჰმ. და როდესაც მე მას ვუხსნი, რომ მოდი დავანებოთ თავი იმ სტანდარტებს, რასაც აკმაყოფილებს ეს შენი ქმარი და უბრალოდ წარმოიდგინე, რომ აი ამ სივრცეში, აი, სად დასვავ? და აი, უმეტესწილად სვავენ სათხად ძალიან შორს. აი, ძალიან შორს. ახლოს არის რა. ხო. და მეკითხები, რომ აი, ოკეი, იყოს იქ იჯდეს და აი მითხარი, როცა უყურებ. აი რა განცდა გაქვს რა? საერთოდ არ ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში ძალადობის ჭრილში, აბსოლუტურად. აი ადამიანი მოდის განცდით, რომ ყველაფერი რიგზეა და თვითონ თვითონ არ არის მასშია ბედნიერი, პრობლემა, ხო? ხო. და თან მასშია პრობლემა. ხო. და მეუბნება, რომ რა ვიცი, აი მადლიერების განცდა მაქვს, რაღაცა ზრუნვის მომენტი მიჩნდება. ვეკითხები, რომ აი არის რაღაცა რაც სიყვარულს გავს. მეუბნება, რომ კი, აი როგორც პიროვნება მიყვარს. მაგრამ აი მოდის როგორ იცი, აი სევდა მოდის რა, სევდა. და მაშინ არის ხოლმე ჩემი პასუხი, რომ იცი რა, ერთ-ერთი მომენტი, რომელიც ჩვენ კარგად გვამყოფებს იმ ადამიანთან, რომელიც გვერდშია, არის ჩემგან დამოუკიდებლად, აი შორს რო ვუყურებ. იბადება თუ არა ჩემში მის მიმართ, მისი პიროვნების მიმართ აღრთოვანება. აი აღრთოვანება, რომელიც არის ძალიან ცოცხალი გრძნობა. მომწონს არის აღრთოვანება. მჰმ. და თუ ეს ადამიანი მე მომწონს და ჩემი თავი მასთან ერთად მომწონს, ეგეთ ხალხი ჩემთან არ მოდის. ან მოდის სხვა საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ პირადი ურთიერთობის ამბავში არ მოდის. განსაკუთრებით ტოქსიკურ ურთიერთობაში, განსაკუთრებით ძალადობასთან დაკავშირებულ ურთიერთობაში, როცა არა გვაქვს ფიზიკური ძალადობა და გვაქვს ემოციური ძალადობა, მთავარი მარკერი არის მე თავს როგორ გრძნობ ამ ადამიანის გვერდზე. იმიტომ რომ თუ ჩემი პასუხი არის, რომ მე თავს გრძნობ შეშინებულად, შებოჭილად, დათრგუნულად, დაპატარავებულად, აქ ლაპარაკი სიყვარულზე, პატივისცემაზე, აღრთოვანებაზე აღარ არის. მჰმ. და აქ არის მთავარი კითხვა, რომ რისთვის ვჩერდე? აი ზუსტად ეგ უნდა მეკითხო. რისთვის? და არა რატომ, ნახე? იმიტომ რომ რატომზე არის ძალიან ბევრი პასუხი. და შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ ვჩერდები იმიტომ, რომ შვილები, ვჩერდები იმიტომ, რომ წასასვლელი არ მაქვს და ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ხშირად მსხვერპლი ეკონომიკურად არის დამოკიდებული მოძალადეზე, მით უმეტეს როცა პარტნიორულ ურთიერთობაზე გვაქვს ლაპარაკი და ოჯახში ძალადობაზე და მსხვერპლს არ აქვს შესაძლებლობა რომ წავიდეს. ასევე არ აქვს ის სოციალური კაპიტალი, რომელიც მხარში დაუდგება, თუმცა დღეს ქალების უმეტესობა მაინც ბევრად უფრო წინ არის წასული და ბევრად უფრო ემპათიურია ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ, ვიდრე იყო ადრე. იმიტომ რომ ეს სტერეოტიპიც იყო, რომ შენ გამოიწვია ძალადობა და ამას მოძალადეც ეუბნებოდა. ხო? ანუ თქვით ფიზიკური, თქვით ემოციური, უგულვაყოფა არის კიდევ ერთი ფორმა ძალადობის, როდესაც შესაერთოდ არ არსებობს. ანუ აბსოლუტურად უგულვაყოფილი მაქვს ყველაფერი, ანუ იგნორირებული მყავხარ. და ეკონომიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა, ხო? აი ეკონომიკური ძალადობაც მომენტი ის არის, რომ მე შეიძლება შენ სიტყვიერად არ გამცირებ, ფიზიკურად არ გვნებ, მაგრამ ის ფაქტორი, რომ შენ ჩემზე ეკონომიკურად ხარ დამოკიდებული, გამოვიყენო манипуляციურად. ანუ მინდა მოგცემ ფულს, როცა არ მომინდება, უბრალოდ არ ვუზრუნველყოფ შენს ეკონომიკურ ანუ და გიშლი ხელს, რომ შენ გაძლიერდე ეკონომიკურად, იმიტომ რომ მე შინია რომ
კონტროლს დავკარგავ, ხო? და მესამე არის სექსუალური ძალადობა, რომელიც ასევე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ვთქვათ, დაძალებული სექსი ცოლ-ქმარს შორის, ქმრის მხრიდან ვთქვათ, ცოლის დაძალებული სექსი არ იყო ძალადობა. ეს არის ძალადობა. აბსოლუტური ძალადობა და თუ პარტნიორი არ ითვალისწინებს ჩემს სურვილს, არ აქვს მნიშვნელობა რა მიმართულებით არის სურვილი. მით უმეტეს სექსუალური ნაწილით, ეს ნიშნავს, რომ ეს პარტნიორი ჩემზე ძალადობს და მან გამორიცხულია ლაპარაკი ან ჰარმონიაზე, ან რაღაცა დადებით დინამიკაზე ურთიერთობაში და ასე შემდეგ. ხო, ანუ მან შემოდის ალბათ ის ამბავიც, რომ სიტყვა თქვათ, თუ სექსუალურად ვერ ეწყობით ერთმანეთს, ხო? მაგალითად, რა ლიბიდო გაქვს და ქალის ხონერად, კაცის ხონერად დაშორდი. ხო? რა თქმა უნდა. ყოველთვის ახლა მარტივი სათქმელია შეიძლება ეს დაშორდეს ჰაერში, მაგრამ აი მან მაგ შემდეგ იკითხა, რომ ჩვენ კი ვისაუბრეთ რაღაცა ერთი მოტივი, რატომაც შეიძლება ქალი ვერ მიდიოდეს რა, მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე ამ მოძალადეზე რომ მიჯაჭვულია რა, ჩვენ კი ვისაუბრეთ ეს ემოციურ ამაზე ჯაჭვზე როცა არის მიბმული, კიდე რა არსებობს ისეთი მაგალითი ან რაღაც, ანუ ახსნა, რატო ვერ მოდის, რატო ხდება აი რაღაცა შეიძლება რაღაცა პირიქით რომ აღფრთოვანებდეს ლაპარაკობდეს თავის მოძალადე ქმარზე რა, რომ აი რაღაცა და ვერ აღიქვავდეს რომ ძალადობა, ინფორმაციის ნაკლებობა, თუ აი რა ისევ კულტურასთან მივდივართ რომ ნორმალიზებული არის თქვა ძალადობის ფორმები თუ რა ხდება მან? იცი რა ვერ აღიქვავდეს არ არსებობს, უბრალოდ შეიძლება სახელს არ არქმევდეს. არ არსებობს მომენტი, სადაც როდესაც შენზე ძალადობენ, ან შენ რაღაც არ ქსიამოვნებს, არ დააფიქსიროს სხეულმა. არ არსებობს. უბრალოდ ჩვენ ამის იგნორირება შეიძლება გავაკეთოთ და იგნორირება გავაკეთო, ან ავხსნა, რომ ესეც უნდა იყოს. აი სხეულის დაფიქსირება მაგალითები რა შეიძლება იყოს? დაძაბულობა მაგალითად, ფსიქოსომატური დაავადებები, რომელიც პირდაპირ არის თქვა ძალადობასთან დაკავშირებული, სექსუალურ ძალადობასთან პირდაპირ მიბმულია. ძალიან რეაგირებს ჩვენი სხეული. ჩვენ სხეულს აახსოვს ყველაფერი. მე შეიძლება გონებით მოვიტყუო თავი და ვთქვა, რომ აი ეს მეკცევა, ეს არის ნორმა. დედაც ხო ესე მეკცეოდა, ან რა ვიცი, მეზობელ ვიღაცასაც ხო ესე ეკცევიან და საერთოდ ხო ყველა ქმარი ცოლს ესე ეკცევა. ეს შეიძლება მოვატყუო ჩემი თავი, იმიტომ რომ გონებას აქვს უნარი მომატყუებინოს თავი. მაგრამ შეგრძნებას ვერ ვიტყუებ, ანუ შეგრძნებას ვერ ვცვლი, ანუ შეგრძნება არის შეგრძნება. ეგ არის ჩემი ჭეშმარიტება. ამიტომ ვიძახი, რომ თავარი მარკერი ყოველთვის შეგრძნება არის და არა გონებით ახსნილი გარკვეული სტანდარტები, არა. და შეგრძნება და ჩემი სხეული პირდაპირ ლაპარაკობს ჩემს ნაცვლად, იმიტომ რომ ვერ ნახავ ადამიანს, რომელიც სისტემატიურად ჩერდება მოძალადესთან, რომ იყოს წელში გამართული. რომ კონდეს, არ ვიცი მე, ჯანსაღი კანის ფერი, რომ უბზინავდეს თმა, რომ კონდეს ჯანსაღი ფრჩხილები, რომ უბჭყვიალებდეს თვალები, ვერ ნახავ. გამორიცხული ამბავია. მისი სხეული განურჩევლად იმისგან აქვს რაღაც სილურჯეები და დამატებით ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია თუ არა. მისი სხეული მის ნაცვლად საუბრობს იმაზე, რომ ის ძალადობაში არის. და ეგ არის მთავარი მარკერი. ჩემი სხეული მე როგორ გრძნობ. და თუ მე ჩემი სხეულის იგნორირებას არ ვაკეთებ, მე ბევრად უფრო ადრე მაქვს პასუხი ყველაფერზე. რაში ვარ? რატომ ვერ მოდიან? ვერ მოდიან იმიტომ რომ არ ჯერათ, რომ როდესაც წამოვლენ, იქნებიან უსაფრთხოდ. ერთი მომენტი ეგ არის, როცა მე მაკლია სოციალური კაპიტალი, როდესაც მე არ მაქვს იმისი გარანტია, რომ მშობლები, მეგობრები, ახლობლები მე კი არ დამადანაშაულებენ, არამედ მხარში დამიდგებიან და მე ამ მოძალადესთან პირისპირ სრულიად მარტოს კი არ დამტოვებენ და წამოვედი ის ხო კიდე უარესად გავეშდება და კიდე უფრო დიდი რისხვა წამოვა, ხო? ეს არის ერთ-ერთი მომენტი. მეორე ეს არის ეკონომიკური ნაწილი, როდესაც მე მთლიანად მოძალადეზე ვარ მიბმული ეკონომიკურად, მით უმეტეს ყავს შვილები მისგან და მე შინია რომ რავი, შვილებთან ერთად ვერსად ვერ მივდივარ, არ ვიცი სად წავიდე და ეს ყველაზე დიდი ტრაგედია, როდესაც ხდება ქალი რომ უნდა წავიდეს და ვერ მიდის. ეს არის კატასტროფული ტრაგედია და ეს ბავშვები
სულ რომ პირდაპირ მსხვერპლები არ იყვნენ, ირიბი მსხვერპლები არიან. ისინი ამას ხედავენ და მათ ფსიქიკას ძალიან დიდი დაღი ესმევა, ხო? მჰმ. მეოთხე მომენტი არის ის, რომ აი რაცაც ვილაპარაკეთ, რომ რაღაცნაირად ნორმალიზებულია ან გონებაში საკუთარ თავს ვატყუებ, ეს ესეც უნდა იყოს, რავი, დიდი არაფერი არ ხდება, იმიტომ ისიც მეუბნება, ანუ გაზლაითინგს მიკეთებს, რომ ეს გეჩვენება შენ. ეს არ არის რეალობა. ან რო შენ დაიმსახურე. ხშირად მსხვერპლს თავი დავნაშავე გონია. მიაჩნია, აი ძალიან ღრმა ფსიქოლოგიური მომენტია, რომ მიაჩნია, რომ იმსახურებს ესეთ ქცევას. მიაჩნია, რომ მასშია პრობლემა, მიაჩნია, რომ მან გამოიწვია ეს ყველაფერი. რატომ მიაჩნია რომ იმსახურებს? ანუ აი ისე ბავშვობაში გადავალთ და ისე რაღაც დანაშაულის ოჯახის და ამბავსთან. სირცხვილის ძალიან დიდი განცდა, რომელსაც ბავშვი ბავშვობიდან ატარებს. იცი, მე თუ საკმარის სიყვარულს არ მაძლევენ ბავშვობაში, მე თუ არ მიბრუნებენ როგორი გადასარევი ვარ და როგორ მელოდებოდნენ და როგორ უხარიათ რომ საერთოდ ვარ, ეს არ არის აუცილებლად რომ პირდაპირ მითხრან, ანუ ირიბა და იმ სახლში, როცა უმეტესწილად არის სიყვარული, სირცხვილის და დანაშაულის განცდა არის ნაკლები. მაგრამ თუ ბავშვი არის აღქმული რაღაცა ზედმეტ ტვირთად, მაშინაც კი პირდაპირ რომც არ უთხრა, ბავშვი ამას გრძნობს. მჰმ. და ქცევაშიც ხო გამოიხატება, რომ ზედმეტი ტვირთია. მით უმეტეს, თუ ბავშვი რაღაცას აშავებს და ამბავს ჯიან ხშირად და ეუბნებიან, რომ აი შენ ხარ ცუდი, შენ ხარ არასწორი, შენ ხარ მოუქნელი, შენ ეს არ გამოგდის, არ გამოგდის, არ გამოგდის, არ გამოგდის და ილექება და ეს მთელი ნათქვამები და წარმოიქმნება რაღაცა კატასტროფული დანაშაულისა და სირცხვილის განცდა. რომ მე რაღაცა არასწორად გავაკეთე და ამაზე უარესი, მე თუ არასწორად გავაკეთე, კიდე არსებობს შანსი, რომ მე გამოვასწორო. მაგრამ თუ მე ინტერპრეტაცია ჩემი მეს მიმართ მაქვს, რომ მე ვარ დეფექტური, მე ვარ არასწორი, იმიტომ რომ აი ეს ჩემი მიკრო სოციუმი, რომელშიც მე ვიზრდები, მაგას სულ მაგას მაჯერებს, მეუბნება, ხო? და იმისთვის, რომ ჩემი ხატი თვით მე ჩამოყალიბდეს ბავშვს, ჭირდება გარედან ინფორმაციის მიღება. ანუ ვინ ვარ მე? მე ვარ ის, როგორც მექცევა დედა, როგორც მექცევა მამა. პირველი პირველი შეხედულობა ეგ არის. და თუ მე სულ მაჯერებენ, რომ რა ვიცი, ცუდი ვარ. ხო, ძალიან ბევრია სირცხვილის განცდა. და მე როდესაც არაცნობიერად ვირჩევ ესეთ პარტნიორს და ვჩერდები, იმიტომ რომ ნახე, ჯანსაღი მიჯაჭვულობის მქონე ადამიანი მოძალადესთან არ გაჩერდება. ამიტომ თქვი, რომ ეს გადასარევი მიჯაჭვულობის ტიპია, იმიტომ რომ როგორც კი ის დაინახავს, რომ მისი უფლებები ირღვევა და მას უქმნიან არაჯანსაღ დისკომფორტს, ეს ადამიანი კიდე წავა და მორჩა, მოკვეთავს საერთოდ და ყველანაირად აუკრძალავს მოკარებას. და ესეთი დეზორგანიზებული მიჯაჭვულობის მქონე ბავშვი, რომელიც ან შფოთვითი მიჯაჭვულობის ბავშვი და შფოთვით ნახე, ბავშვი, რომელსაც ჯერა და მიიღო ინფორმაცია, რომ დეფექტურია, მას ყველაზე მეტად ეშინია, რომ მას მიატოვებენ, იმიტომ რომ დეფექტურია და ამიტომაც ყველაფერი სწორად უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ არ მიატოვო. და საშინელი შიშით იტანჯება, რომ მას მიატოვებენ. და მე ეს ყალიბდება დასრულ ადამიანად, რომელიც აი ამ შიშს ატარებს, ხო? და ხდება აი ესეთი მოძალადო, რომელიც ძალადობს და თან ეუბნება, რომ შენ ბრალიაო და რა თქმა უნდა იჯერებს, იმიტომ რომ მაშინაც მისი ბრალი იყო, ანუ არაფერი არ გამოსდიო და როგორ დაიჯერებს ეს ადამიანი, რომ მისი ბრალი არ არის. სანამ არ მიიღებს იმის ინფორმაციას, რომ არ არის მისი ბრალი. და ამ ინფორმაციის მიღებაც საკმარისი არ არის ხოლმე. მან ერთი არის რა ვიცი, აი ხო, რამდენი რამე გვაქვს ხოლმე ესე, რომ აი ვიცი, რომ მოწევა ცუდია. მაგრამ ვეწევი. რატომ? იმიტომ რომ ეს ვიცი არის აქ და არ არის აქ. ზუსტად იგივეა, ვიცი, რომ ცუდად მეკცევა. მაგრამ ჩერდები. იმიტომ რომ აქ არ არის ის რეაქცია, რომ მე ასე არ უნდა მეკცევოდა. აქ თითქოს დასტურდება შეიძლება, ხო? ჩემთან ასე არ შეიძლება. აქ არის, რომ მე ასე მეკცევოდი. ეს ვიცი, მეტი არ ვიცი. და ამიტომ ჩერდები.
ხო. მოკლედ ძალიან კომპლექსურია ეს არ არის ხოლმე მარტო ერთი მიზეზი და ხშირად სამწუხაროდ მთელი ეს კომპლექტი არის რომ აი ასეა გაზრდილი ეს დასტური აქ რომ მე შეიძლება ასე მომექცენ პლუს ეკონომიკურად ამაზეა ჩამოკიდებული წასასვლელი არ აქვს და გარებოში არ აქვს იბისი აა, უსაფრთხოება რომ მხარი დაჭერა. გარემო მხარს დაუჭერს ხო, ხო ხშირ შემთხვევაში ეგრეა კი. დრო ოჯახის დანგრევაც რაღაცა ჩვენს ხო, კულტურაში ნუ ძალიან აი დიდი ამბავი რა როგორ ითვლება. ხო, ნუ ბავშვები გაუბედურდებიან ამ დროს. ბავშვები უბედურდებიან, როცა ხედავენ უბედურ მშობლებს. ბავშვები აბსოლუტურად. უბედურდებიან მაშინ, როდესაც ხედავენ, რომ ერთი მშობელი მეორეს ჩაგრავს, მეორეზე ძალადობს, როდესაც აა კარგად არ არის მშობელი. ბავშვები უბედურდებიან მაშინ, როდესაც ოჯახში არის ტოქსიური გარემო. არ უბედურდებიან ბავშვები იმის გამო, რომ მშობლები დაიშალდნენ. ანუ თუ მშობელი აგრძელებს მშობლობას, ძალიან მშვენივრად იგრძნობს. ბავშვი ხო? და თუ ბავშვმა მიიღო ინფორმაცია, რომ მის გამო კი არ დაშორდნენ, იმიტომ რომ როცა პატარაა ბავშვი, ეგო დიდია და მას გონია, რომ მთელი სამყარო მისია. ხო. არამედ როცა ხვდება, რომ უბრალოდ ეს ორი დასრული ადამიანი რაღაცებს ვერ ახერხებს ერთმანეთთან. და ოკეი. აჰა. მაგრამ ეს ორი ადამიანი აგრძელებს იყოს მისთვის მშობელი, ხო? ხო. მაგრამ თუ აი ეს ფსევდო რაღაცა ინტროექტი, რომ ოჯახი თუ დაინგრა, ბავშვები უბედურდებიან და ამიტომაც ბავშვები იყვნენ ტოქსიკურ სივრცეში, სადაც ოჯახის წევრები ერთმანეთს ამცირებენ. დამცირება, ბულინგი, ძალადობა ეს აუბედურებს ბავშვებს. კი, აბსოლუტურად გეთანხმები მაგაში 1000%-ით რა და ანუ ხანდახან ისე ხდება ხო, რომ არ ვიცი ოჯახი იშლება პირობითად, რა ვიცი, დედა ან მამა არიღებს სულ დედობის და მამობის როლს თავის თავზე და რაღაცა სიყვარულის რაღაცა ერთის ხრის ნაკლებობა შეიძლება კონდეს, მაგრამ მე ვფიქრობ და შეიძლება ვცდები, არ ვიცი, რომ იმას, რასაც ბავშვები უყურებენ, მაგას ჯობს ისევ სიმშვიდეში და ერთ მშობელზე აღებული ზრუნვით გაიზარდოს ბავშვი, ვიდრე აი იმ ყველაფერს შეესწროს, ან უყუროს, ან უნდა. მონაწილე იყოს, რაც იქ ხდება რა. იმიტომ რომ მე შანსი იზრდება, რომ ამ ბავშვმაც ეგეთივე პარტნიორი აარჩიოს. ან თვითონ ჩამოყალიბდეს ეგეთ პარტნიორად. კი, და გაუბედურებაში მაგასაც გულისხმობ. აბსოლუტურად გეთანხმები. იმისთვის ნორმა იყოს. კი. ბულინგზე მინდა რომ ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ბულინგიც ეს რაღაცა ძალიან მოზღვავებულია. ჩვენ საერთოდ არ ვიცი, შემისწოროთ უცდები, მაგრამ ჩემი შეგრძნებებით აგრესიულ გარემოში ვცხოვრობთ რა. ანუ საზოგადოება ასე თუ ისე აგრესიული არის, მასობრივად. ხანდახან კი მე მაქვს რომ ჩემს მიკროსამყაროში ვარ და ყველა კარგია იქ, მაგრამ აი რაღაცა მეტროში ჩადი, პირობითად ავტობუსში ადი და მივხვდები რომ მსგავსი ის არ არის რა. საერთოდ რა არის ბულინგი? და ხო აგრესიის რა ფორმაა რა, ესე ვიკითხო. ბულინგიც ისეთივე ფორმაა, როგორც ძალადობის უფრო ჩვეულებრივად სწორედ, ხო. ძალადობაზე რო საუბრობდით, ხო? ბულინგი არის სიტყვიერი ძალადობა, ანუ ემოციური ძალადობა, როდესაც დამცირებას ცდილობს ერთი მოზარდი მეორისას. ბულინგი სკოლაში როცა ვამბობთ, რომ ჩვენ უფროსებით ვაბულინგებთ ერთმანეთს და დღეს მთელი ჩვენი რეალობა ორი სხვადასხვა იმის ფრთის ბულინგზე არის, ხო? ანუ წარმოუდგენელი რაღაცა ხდება და საერთოდ რაღაცა დაკანონებული გახდა ბულინგი, რომ შეიძლება აბულინგო მოქალაქე, აბულინგო ვიღაცა, რომელიც გაკრიტიკებს და მეტიც, ანუ მარტო კი არა ბულინგო, არამედ იძალადო მასზე. და მე ვუკვირთ, რომ რატომ არის გაზრდილი სკოლაში ძალადობა, რატომ იქცევიან მოზარდები ესე, იმიტომ რომ ამას ხედავენ, იმიტომ რომ ამ გარემოში ცხოვრობენ, იმიტომ რომ ამ გარემოში ვითარდებიან, იმიტომ რომ მოდის უამრავი ინფორმაცია მედიით, სოციალური მედიით, სხვადასხვა პლატფორმებიდან, სტანდარტი რა არის და ვინ იმარჯვებს, ხო? ვინ არის მაგარი და ვის ემორჩილებიან და ვის აქვს აღიარება რა და მანდაც ანუ ფასეულობებამდე მივდივართ, ხო? ახლა ადამიანი რო იბრძვის აღიარებისთვის, ესეც დევს მის ფსიქოლოგიაში, გენეტიკაში, ბიოლოგიაში, იმიტომ რომ რას ნიშნავს? ადამიანს სჭირდებოდა ყოველთვის ყოფილიყო გარკვეული ჯგუფის წევრი.
მიკუთვნებულობა და სჭირდებოდა ამ ჯგუფში ქონოდა სიტყვის და პატივისცემის ნაწილი რა. იმიტომ რომ აი პირველყოფილი ადამიანი რო აიღო, ვთქვათ, რომელიც გამოდის გამოქვაბულიდან, თუ ის არის მარტო, ალბათობა იმისა, რომ მას შეჭამს რაღაცა არის ძალიან მაღალი. ან რომელიმე უცხო ტომიდან მოიტაცებდნენ და იქ შეწვავდნენ და დაკლავდნენ, ხო? შესაბამისად ეს მიკუთვნებულობა არის გადარჩენის მთავარი ამოცანა და ისეთივე ინსტინქტია, რომ მე არ განმდევნონ გამრიყონ როგორც ნებისმიერი სხვა, ანუ აი ეს მიჯაჭვულობა ვთქვათ დედასადმი, მიჯაჭვულობა გარკვეული სოციუმისადმი, გარკვეული ჯგუფისადმი. ბავშვი, რომელიც გამოდის სახლიდან თავისი მიკროსამყაროდან და მიდის სკოლაში, ბუნებრივია, რომ ამ ინსტინქტის მატარებელია და მას ჭირდება, რომ იყოს აღიარებული. რაც უფრო დიდია მასში დანაკლისი აღიარების, რაც უფრო მეტია მასში სიცარიელე, რაც უფრო მეტია მასში ბრაზი მშობელზე, სამყაროზე, მით უფრო მეტია ალბათობა, რომ დესტრუქციული გზით ითხოვდეს აღიარებას, იმიტომ რომ არ ქონდეს ნანახი აღიარების მოთხოვნის სხვა ვერსიები. აღიარების მიღების სხვა ვერსიები. ნახე, გულწრფელ აღიარებას ვაძლევ მაშინ ადამიანს, როდესაც მომწონს მისი საქციელი, მომწონს მისი პიროვნება, მადლიერი ვარ მისი, ხო? და ეს ბულინგით რა ხდება? ძალით ხდება ამ აღიარების და რაღაცა რჩების სიდიადის დემონსტრირება რა, ძალით და სხვისი დაშინებით. ბულინგში აქცენტი თავარი დღეს თანამედროვე ფსიქოთერაპიაში და განსაკუთრებით განვითარების ფსიქოლოგიაში და სკოლის ფსიქოლოგიაში, ხო? კეთდება ბაისთენდერზე, იბათზე, ვინც მსხვერპლსა და ბულერს შორის არიან. კლასელები, პარალელური კლასელები. ანუ თუ ბულერს ყავს თანამოაზრეები, ის აგრძელებს. მაგრამ თუ მსხვერპლს უდგებიან მხარში, ის ვეღარაფერს ის ვეღარაფერს ვეღარ იზავს. იმიტომ რომ ბულერის სინამდვილეში ძლიერდება თანამზრახველების სხვისი ენერგიით სხვისი ენერგიით, რომ ანუ ჩემი საქციელი მიღებულია, დადასტურებულია, ეფექტივო აქვს ჩემს საქციელს, ნახე? და იქ მეკედლებიან ვიღაცა სხვები, მახალისებენ, მემორჩილებიან და მე ვაგრძელებ სხვის უფრო სუსტი ტიპის დაჩაგვრას, ხო? ძლიერს არ ჩაგრავს ბულერი. ბულერი არასდროს არ ირჩევს ძლიერს. იმიტომ რომ იცის რომ ვერ დაჩაგრავს, ხო? ხო, იცის რომ ვერ დაჩაგრავს, იმიტომ რომ სინამდვილეში ძალიან მსხვერპლად ეგო აქვს. ძალიან, არაფერზე არ დგას ეს ეგო. იმიტომ რომ ადამიანი, რომელსაც აქვს ზრდასრული ეგო, აი ნახე, ეგოშიც არის ეგო მდგომარეობები. და ჩვენ ყველა ეს მდგომარეობა გვაქვს. ანუ დღის განმავლობაში ჩვენ ვცვლით კონტექსტი და გამომდინარე ამ მდგომარეობებს. მდგომარეობა არის მშობელი, მდგომარეობა არის ბავშვი და მდგომარეობა არის დასრული. ხო, აი მაგალითად, როდესაც შენ ვიღაცას რაღაცას, არ ვიცი მე, უხსნიან, ვიღაცაზე ზრუდავ, შეიძლება საერთოდ არ ყავდეს შვილი, მაგრამ ეგო მდგომარეობა მშობლიდან ზრუდავ. ან როდესაც ვიღაცას ჭკუას ასწავლი, ასევე თქვათ ავტორიტარი მშობლის მდგომარეობიდან ზრუდა მშობოდა, რა ქვია, ეკონტაქტებოდა, ხო? იმიტომ რომ მშობელი იყოფა ორად, ეს არის ზრუდველი მშობელი და ეს არის ავტორიტარი მშობელი, ანუ კრიტიკოსი მშობელი, ხო? ასევე ბავშვი მდგომარეობა იყოფა ორ ნაწილად. ეს არის ცელქი, ხალისიანი მეამბოხე ბავშვი, რომელიც თამაშობს და გაიტანს იმას, რაც მას უნდა, შეიძლება შენ გეწინააღმდეგოს, შეიძლება არის ტატრუმი მოაწყოს და მეორე მდგომარეობა ბავშვის არის დამჯერი ბავშვი. ცოტა შეშინებული ბავშვი, დამყოლი ბავშვი, მომრგები ბავშვი, იმიტომ რომ ესეთი ბავშვი ყალიბდება მაშინ, როდესაც მშობელი ავტორიტარია, როდესაც მშობელი ძალიან კრიტიკულია და პერმანენტულად ცდილობს, რომ ბავშვი მოირგოს, ხო? და უცვლელი მდგომარეობა, რომელშიც არ არის ორი განშტოება, ეს არის დასრული. ეს არის ის მდგომარეობა, რომელშიც ნებისმიერი ზრდასრული უფრო მეტად უნდა იყოს. უფრო მეტად უნდა იყოს.
აი ხა ბულიგის დროს ნახე რა ხდება. ბულიგის დროს აა ბულერი ად გამოდის იმიდან რა ქვია ავტორიტარი მშობლის როლიდან, იმიტომ რომ ესეთი როლი აქვს დადახი. და მას აბულიგებს ის მშობელი და მიაჩნია რომ მეგარი. სადღაც უნდა დააბრუნოს ის აგრესია, რომელიც და ის ბრაზი, რომელიც მასში იგუბება და იქ ვერ აბრუნებს, რომ ეს შიდია. და აი ამიტომ არის ესეთი მსხვერპლი, აი fragile მისი ეგო, იმიტომ რომ მას ამ ავტორიტარმა მშობელმა არ მისცა საშუალება, რომ ის გაიზარდოს, ზრდასრულობაში მოვიდეს, არ ვიცი, უფრო მიუახლოვდეს იმ მდგომარეობას, სადაც თავის თავით კმაყოფილია. თავის თავს იცნობს. ხო? იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც სხვაზე ძალადობს, ნიშნავს, რომ ის კარგად არ არის. იმიტომ რომ როცა კარგად ხარ, არ გჭირდება. არ გჭირდება, ანუ პირიქით, არ და. გჭირდება, ხო. შესაბამისად აქ გვაქვს და მერე ან არის მე ამბოხე ბავშვი, რომელიც ამბოხს ტეხს აბსოლუტურად სხვა სივრცეში, სხვებთან, ვინც საერთოდ არ იმსახურებს ამ ამბოხს და ეს ამბოხი გადმოაქვს აგრესიად, ან იღებს იმ ავტორიტარი მშობლის როლს და ვიღაცას ჯის, იმიტომ რომ სინამდვილეში ვერ დასაჯა ის მშობელი. და ამ დროს ძალიან უნდა იმის დასჯა. ხო. და ძალიან დიდი ტკივილი ახალმე ჩემთვის ბულარი ბავშვი. და განსაკუთრებით იცი ყველაზე დიდი ტკივილი რა არის, რომ როდესაც ბავშვებში ხდება ბულინგი და ერთი არის მოძალადე და მეორე არის მსხვერპლი, რა თქმა უნდა, მსხვერპლის მიმართ არის ხოლმე თანაგანცდა უფროსების, ხო? და ხშირად უკიდურესი ძალადობა ემოციური ან სიტყვიერი მოდის ხო. ბულერზე. რომ აი ბავშვზე. ესე უნდა ვქნათ, აი ესე უნდა დასაჯო, არის რაღაც საშინელებები, ხაი ძალიან ბევრჯერ მიდახავს სოციალურ მედიაში, რომ რაღაცა აბავი დაიდება, რომ ერთმა მოზარდმა მეორე მოზარდი რაღაცა დაჩაგრა, რაღაცა საშინელება გააკეთა და უცებ აი ეს ზრდასრული ხალხი იწყებს მოთხოვნას, როგორ დაისაჯოს ეს. და ეს არ არის გამოსავალი. იმიტომ რომ ეს უკვე დასჯილია თავის დროზე, აბსოლუტურად უსამართლოდ და არის პროდუქტი იმ ძალადობისა, იმიტომ არ არსებობს ბავშვი ბედნიერი ძალადობდეს. არ არსებობს. ან მეორე ამბავია, მარტო ოჯახს რო არ დაავკიდოთ სრული პასუხისმგებლობა, სოციუმი როგორც მედია გავლენა და სოციალური მედიის გავლენა და მთელი ის ინფორმაცია, რას იმას გიშვება, გიდასტურებს, რა ტიპის ქცევა არის, მისაღები შედრო იყო ავტორიტეტად აღქმული ეს ერთი და თვითონ ის სოციალური სივრცე, რომელშიც ხარ. ანუ რა ფორმის ქცევაა წახალისებული. ხო? და თუ ეს ფორმის ქცევაა წახალისებული, მაინც მსხვერპლი ხარ. იმიტომ რომ შენ სხვა ფორმით ესე იგი მიღებული არ ახარ. მხოლოდ ამ ფორმით არის ანუ შენი ვალიდაცია, ისიც დამოკიდებულია იმაზე, რომ შენი ეშინიათ თუ არა. შენ არ გქცევენ პატივს. მხოლოდ და მხოლოდ შენი ეშინიათ. ბავშვობის ბავშვობაში გამოვლენ აგრესიას როცა საუბრობთ, აი მაგალითად ბავშვები რა ავლენ აგრესიას ცხოველების მიმართ, ეგ რითი აიხსნება? ხშირად მქონია ეგ კითხვა რა, რომ აგრესიას გამოვლენ წარტყმაზე რა აწამებენ, ხო? ვიცით ეგეთი ფაქტები. ეგეც იგივე რაღაცით აიხსნება, რაც ეხლა თქვი რომ იცი რა არის, მათ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, როცა ესეთ кейსზე ვლაპარაკობთ, რომ ანუ სიამოვნებს ბავშვს, თუ ამას ვიღაცის დასადახად აკეთებს, თუ არასოდეს მისთვის არ აუხსნიათ, რომ ესეც გრძნობს, რა დაღიქვავს საერთოდ ამ ცხოველს, რა ხდება. ანუ ერთ ქვაბში ვერ მოხარშავ ყველა შემთხვევას, იმიტომ რომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად მოტივირებულია, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცა ხდება ბავშვის თავს. იმიტომ რომ ბავშვს ანუ ემპათიის ნაკლებობაა, ხო? არ უნდა უნდაოდეს მაგით გაკეთება, ხო? ხო, არა. როცა მშობელი ჩართულია ბავშვთან ურთიერთობაში და იგივე ცხოველის და ცოცხალის მიმართ უყალიბებს თანაგრძნობას
და თუ ბავშვს ეს სიამოვნებს და ამით იტკბება, მაშინ ჩვენ ანტისოციალურ ქცევასთან გვაქვს საქმე და რაღაც სოციოპათია, ფსიქოპათიასთან რა შეიძლება უკვე. გქონდეს საქმე, ხო, მაგრამ ძალიან საფრთხილო ამბავია რა, მე არ მიყვარს რაღაცის გაზოგადება, იმიტომ რომ არ არის ეგრე. საერთოდ ფსიქოლოგიაში ვერ კი, არასწორია კი. გაზოგადება, იმიტომ რომ ყველა кейსი ის არის. მაგრამ რაც უფრო მეტი ახსნა შეგიძლია რაღაცის, აი რაც უფრო მეტი პერსპექტივა შეგიძლია შემოიტანო აი ესეთ საკითხებზე, მით უფრო შეიარაღებული ხარ ცოტა. Mhm. და ხვდები რამდენად მრავალმხრივია ეს საკითხი და რამდენად რთულია ძალიან. სინამდვილეში, კი, ხო? გეთანხმები. ბულინგზე მინდა კიდე ერთი რაღაც რომ ვეკითხო. ეხლა ბულინგი კიდე უფრო გააქტიურებული მგონია, როდესაც სოციალური მედიის არსებობა გასცა ჩვენს ქვეყანაში. თქვენ ხო. ქვეყანაში კიდე ზოგადად სამყაროში და ადამიანებს ძალიან მარტივად შეუძლიათ უკვე ის გამოხატონ, რაც გულის სიღრმეში უდევთ და მეც მქონია ეხლა მაგისი მაგალითი რა. ყველაზე ნაკლებად ალბათ რისთვის ძალიან მადლიერი ვარ, იმიტომ რომ არ არის ხოლმე როგორც წესი უარყოფითი გამოხმაურება. მაგრამ ყოფილა სტუმრის ხო. მიმართ მაგალითად ყოფილა. ჩემს მიმართაც ყოფილა რაღაც თუდად ვიცინი რაღაც ლაპარაკი არ შემიძლია რაღაც ეგეთი ტექსტები ხო. ყოფილა. ჩემი დამოკიდებულება ძალიან მარტივია მაგ საკითხთან დაკავშირებით. ვამბობ ესე რომ ამ ადამიანმა ეხლა ეს ცუდი რო დაწერა ჩემზე ოღონდ თუ მისი დღე უკეთესი ამით და რაღაც ამოიღო და დადო ღმერთმა გაუმარჯოს ის დღე მისთვის კარგი ამყოფას, იმიტომ რომ უბრალოდ არ მეხება ეგ ყველაფერი რა, მაგრამ თუ რა თქმა უნდა სტუმარზე წერს რაღაც ძალიან ცუდს, ამას ყოველთვის იქვე იმ წამს შვლი, იმიტომ რომ ეს ჩემი სტუმარია, მე პასუხისგებლობა მაქვს და არ მინდა ამ ადამიანს რაღაცა ცუდად შეეხოს რა. მაგრამ აქ გაჩნდა, ანუ ვკითხულობ ხო რაღაცებს, არის რომ აი დედის გინება დაუწერიათ, მაგალითად აბსოლუტურად უწყინა რაღაცა ვიდეოს ამონარიძე, აი სრული სიგიჟე ყოფილა რა. და გამოხატავენ და ამიტომ ვამბობ, რომ ალბათ აგრესია ძალიან დიდია ჩვენში რა და ეს კლავიატურაზე წერამ და სოციალურ მედიასთან ეს კიდევ უფრო გამოაჩნია, რამხელა აგრესია შეიძლება ადამიანმა თავის თავში კი, იმიტომ რომ დაიწიოს. შესაძლებლობა მისცა, რომ ეს აგრესია ესე აფრქვიო. ხო. სადღაც ხვდა წავიდეს. ხო და მე მაგითო ვამბობ, რომ თუ ეს მის აგრესიას გაათავისუფლებს რაღაცა დოზით, მაინც წეროს, პრობლემა არ მაქვს ჩემს სიცილზე, მე მიყვარს, მომწონს და სხვას თუ არ მოწონს, ეს დიდად მე არ მანახულებს რა, მაგრამ ძალიან გადამეტებულია ჩემი აზრით რა. თან აი მე როგორც ვაწყობ, არ ვიცი დანდობა რა ადამიანების, რა გადავლა ვიცით პირდაპირ რა, ხა არ დავუფიქრდებით იმას, რომ რაღაც არ ვიცი ვიღაცას რაღაცა არ ვიცი რაღაც background-ს არ დაუკვირდებით, რაღაცას არ და როგორც აი ბავშვებზე როგორც შენ თქვი, რომ ისიც მსხვერპლია, ხო? არ გვაინტერესებს რაღაც მოხდა, ესე რქებით, აი გადავუვლით ბოლომდე და მე რაღაცა დასვენებულებ ვართ, კიდე მოვყვებით სადღაც, რომ ეგეთი რაღაც მოხდა, ხო? ყოფილი. ხო, რა სადღაც გამოვუშვი, ხო, ხო და ნუ მაგრამ ნუ ვისაც ჭირდება ეს სინამდვილეში თავის თავზეა, თავის ცხოვრებაზე გაბრაზებული, ხო? ანუ ოკეი, შეიძლება არ არის აუცილებელი რომ ყველა მოგწონდეს, საერთოდ არ არის აუცილებელი რომ ყველას მიმართ გქონდეს ემპათია, მაგრამ აი როდესაც ვიღაცას ლაძღავ, მათ კითხვა არის, რომ რა 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 ტრიგერს ატარებს ის, აი რას გამოსდო კაუჭი შენს შიგნით, იმიტომ რომ აი როდესაც ვიღაცაზე რაღაცას ამწერად ვამბობ და განსაკუთრებულად არ მომწონს, ხო, სამი ვარიანტია, რომ ან ის აქვს, რაც მე არ მაქვს და ნერვები მეშლება, იმიტომ რომ მინდა. ან აქვს ის, რაც მეც მაქვს, რომელიც ჩემში არ მომწონს და სულ ვცდილობ, რომ ჩრდილოეთ მხარედ ვაქციო და საერთოდ არ გავუსწორო ამას თვალი და ისე მიტრიგერებს ამ ნაწილს, რომ ნერვები მეშლება. და ან ვიღაცას მაგოდებს, რომელმაც ძალიან მატკიდა. ანუ ეს სამი ვარიანტია. და ნუ კიდე რჩება ერთი მეოთხე ვარიანტი, რომ მართლა რავი საძაგელი ტიპია, რომელიც არავის არ მოსწონს. არის ეგეთი. ხო, არის ეგეთი ადამიანები. მაგრამ უმეტესწილად როცა აი მე ჩემ რესურსს ხარჯავ იმაზე, რომ ვიღაცა ვაკრიტიკო, რომელსაც არ ვიცი პოდკასტი მიყავს, პოდკასტში არის მოსული სტუმრად, არ ვიცი რაღაცა დაწერა და აი მთელ ენერგიას ამას ვახარჯავ, ნიშნავს, რომ მე მეხება. იმიტომ რომ თუ სულერთია ის ადამიანი, მე მასზე არც კარგს ვიცახე, არც ცუდს, უბრალოდ გავატარებ, ხო? და რახან ჩემთვის ესეთი მნიშვნელოვანია. არის ის, რომ რაღაცას ძალიან წამოგო. ხო. აი ეხლა ჩვენი თემა არ არის, მაგრამ ახსენე და სულ ბოლო პერიოდში მაგაზე ვფიქრობ ხოლმე ტრიგერები.
ხო. რამხელა მნიშვნელობა აქვს ტრიგერებს რა, იმიტომ რომ მეც მქონია ხარ არ ჩამოფრენილ ვარ საიდანღაც, მეც მქონია ეგეთი შემთხვევები, რომ აი ვუყურებ რაღაცას და ვიღაც მაღიზიანებს რა და ვერ ხვდები საიდან მაღიზიანებს და მე ხვდები რომ მატრიგერებს და ხო. რაღაცას ჩემში ისე ატრიგერებს რომ აღარ მინდა რა ანუ ან კი. და ნუ მე აგრესიის გამოხატვა არ მაქვს ძირითადად და შეიძლება რომ ავსკროლო და დავიკიდო ესე ვთქვათ და აღარ მივაქციო მაგას ყურადღება მაგრამ ამ ბოლო დროს კიდევ უფრო მეტად დავაკვირდი რა მატრიგერებს იმიტომ რომ მივხვდი რომ ჩემი შინაგანი სამუშაოს სარკეა რეალურად რაც შეიძლება მატრიგერებდეს რა და კი. რას გვეტყვი მაგაზე რა ტრიგერებზე რო ვილაპარაკოთ რა ზოგადად თუ გინდა იმიტომ რომ ძალიან ძალიან ესეთი ჩემი საფიქრალი ბოლოს თემებია ესე ვთქვათ რა ნუ ტრიგერებზე რა შემიძლია ვთქვა რომ ახლა ტრიგერი ყველაფერი შეიძლება იყოს. ხო გააჩნია რა გატრიგერებს ეგ არის და რას ატრიგერებს. ანუ ცოტა ეხა ბუდოვანია შენ რაც იკითხება რა. ანუ თუ იცი ხო აგრესიას მიტრიგერებს, ხო თუ მაგალითად ცევდას მიტრიგერებს, თუ საკუთარი თავით უკმაყოფილებას მიტრიგერებს. აი ტრიგერი ნიშნავს იმას, რომ გავლენა აქვს ჩემს შინაგან სამყაროზე. ზუსტად თქვი შენ, რომ ეს არის იმის მანიშნებელი, რომ ჩემს შიგნით არსებობს რაღაცა კვადრები, რომელიც მე უნდა გავხსნა, დავამუშავო და ამ კვადრებმა აღარ ირეაგიროს გარე გამაღიზიანებელზე, ხო? მჰმ. რა თქმა უნდა, ყველაფერს ჩვენ ვერ გავხსნით და ყოველთვის იქნება რაღაცა, საერთოდ ჩვენ სამყაროსთან და ესეთი ისა გვაქვს. იქიდან მოდის იმპულსი, მე ვრეაგირებ და აი ეს უწყლეტი კავშირი არის, ხო? აა შეიძლება ადამიანში კონკრეტული ტემბრი მატრიგერებდეს და მაგდებდეს რაღაცა წარმოუდგენელ ბრასში და ვერ მჰმ. ხვდებოდა. სევდაში ან რაღაცა ხო ასევდაში ხო და ეს ტემბრი იყოს ძალიან მსგავსი იმ ტემბრისა, რომელიც მაბრაზებდა შეიძლება მამა მანერვიულად ჩემს და ქონდა ან დედა ჩემს ხო, ქონდა ხო აი როგორც თქვი რომ რაღაცა ქონდეს ისეთი რა ძალიან მინდა. აი ძალიან მინდა და ნერვები მეშლება. აი ხა ზოგადად რომ ვუყურებ ხოლმე რომ აი რა ვიცი ვიღაცა აი ბოდიში ვიღაცა სელებრიტი დადებს თქვათ რაღაცა ფოტოს. სადღაც იმიდან ან არის კუძულები და არ ვიცი გადასარევად არის. გარუჯულია, აპეროლი უჭეროს ხელში, რაღაც ფანტასტიკურ ბუნებაშია. ბედნიერია და აი წარმოუდგენელი რაოდენობის კომენტარები მიდის რომ შენ რა გენაღვლება ან მიდის დაწუდება რომ აი რას უკავს ფეხი რას უკავს ცხვირი ასე შემდეგ ახლა ჩაც რომ გავბრაზდიან მეც მინდა მე მინდა რომ ჩემი ფეხი იყოს იქ და არა შენი მჰმ. ხო იმიტომ სხვა შემთხვევაში რომ კაი ახლა წავიდა თუ ჩემი რაღაც არ წაიღო იმის ხარჯზე არ წავიდა რომ მე აქ ვზივარ მჰმ. თავისი ფულით წავიდა და არაფერი ჩემთვის არ დაუშავებია რეალურად თავისი წასვლით. წესით ჯასაღი რეაქცია არის რა. ოკეი, შევხედე და გავიარე. რა შეიძლება არც ძალიან მომეწონოს და არც არ მომეწონოს. ზუსტად იგივეა, როდესაც ვიღაცას ვუყურებ, რომელსაც რაღაცა ისეთი აქვს, რაც აი ძალიან არ მომწონს რა, აი ვებრძვი ჩემ თავში, ვერ დავამარცხე. თლიანად ვცდილობ ამის იგნორირებას. ჩემი ხასიათის რაღაც ნაწილი ჩემი ხასიათის რაღაცა შტრიხი კი ან რაღაცა ისეთი საჭიროებისადმი ლტოლვა, რომელსაც ეს აავლეს, რომელიც მეც მაქვს და ნუ აი ვცდილობ, რომ აი არ გავუსწორო ხო. თვალით. ეს ყოველ დღე ამას მაჩვენებს, ან ყოველ ჯერზე ამას მაჩვენებს და ნუ ნერვები მეშლება. ხო. მაგ დროს ისევ და ისევ საკუთარ თავში ჩაბრუნდე, საკუთარ თავში იპოვო რაღაცა ის. აი არ უყვარს ხალხს. ხო. საკუთარ თავში ჩაბრუნდება, იმიტომ რომ იქ რაღაცა ძალიან ბევრი იმდენი შრეა და იმდენი ტკივილი შეიძლება აღმოაჩინე, რომ იმის მზაობა და იმის რესურსი არ მქონდეს და შეიძლება მეშინოდეს, რომ მე ამას უბრალოდ ვერ გადავიტან, რომ აი არ დავიგრე. ამიტომაც უნდა არსებობდეს მაგალითად ვიღაცა ვისთანაც მაქვს იმისი გარანტია რომ მარტო არ ვიქნები აი ამ ჩემ ჩაღრმავებაში და ეს არის თქვათ ფსიქოთერაპევტი რომელიც გარანტიას გაძლევს რომ რაც არ უნდა იპოვო იქ შიგნით ხო. არ მიგატოვებ მჰმ. ანუ ვიქნები დაცულობის შეთან ერთად და შეგრძნება ხო უსაფრთხოება. ანუ ერთად გავივლით მაგ ხო. ამბავს ან მარტო არ ხო. იქნები იმიტომ რომ მარტო რაღაცა ძალიან მტკივნეულთან შეჯახების ეშინია ადამიანს რა ხო. და ეს თვითრეფლექსია ძალიან კარგი უნარია მაგრამ იშვიათი
ხო, ჩვენ გვიყვარს ამ პოდკასტში, ჩემ მე მაყურებელსაც მგონია უყვარს და რომ ეს რო არ იყოს ეს პოდკასტი არ გექნებოდა. ხო. ხო. სურვილი გადვითარების პირველ რიგში თვითრეფლექსიიდან იწყება, რომ მე ვიწყებ ძებდას, შიგნით რა მაკლია, რომ მოვიბატო. ხო, და ეხლა ცოტის მოყარე პოდკასტი ვერ იქნება თუ არ მაქვს სურვილი თვითრეფლექსიის. ხო, ანუ ეგ მე გასაღები მგონია პირადად ეგ ყველაფრის რა შეგინით ჩახვალ. როგორც ამობენ ფსკერზეც რომ მოგიწიოს დაშვება და თუ მოგიწია უნდა დაეშვა, უნდა შეხედო, შენი ჭრდილია თუ შენი რა არის ყველაფერი. უნდა მიიღო ისე როგორც არის, შენი მშობელით, შენი ტრავმაც, ყველაფერი და მაშინ გამოდიხარ სამყაროში გამთლიანებული და მაგ გამთლიანებით შეგიძლია აირჩიო სწორი პარტნიორიც შენთვის სწორი რა თქმა უნდა. შეგიძლია აირჩიო სწორი, არ ვიცი, ყველაფერი, გინდა მთავრობა, გინდა სახე, ყველაფერი სწორი, გინდა ტანსაცმელი და გინდა თმისფერი, ანუ ყველაფერი რა მაქვს. კი, შეთვის მისაღები, რაც გერგება, აი სწორი შეთვის ხო, სწორია. რა თქმა სწორი უნდა. შეთვის ნიშნავს მისაღები. შეიძლება ვიღაცისთვის სრულიად არასწორი რა იყოს, თქმა მაგრამ უნდა. ჩემთვის მე მისაღები. თუ გრძნობ აქ, ხო. რომ ჩემთვის სწორია, ეგ აი სწორია. ეს არ გვატყუებს არასდროს. აი კი. ეს არის მთავარი და არა ხო. აკრას ფიქრობ. ხო. ხო, და მაგაში ცოტა სხვანაირად გავიდერდეთ ჩვენ და ეს გულის კი. რაღაცა კარნახი არ იყო მნიშვნელოვანი და პირიქით გულს შეიძლება მოეტყუებინა და ტვინდა, აბა რაციო. არა, გული არ გატყუებდა, გული გეუბნებოდა იმას, რაც არის. ხო. რაციო იმისთვის არის, რომ მე პასუხისმგებლობა ავიღო, ანუ ეს რასაც მეუბნება დაუჯერო თუ არა, მაგრამ რაციო იმისთვის არ არის, რომ სულ თავი ვიტყუო. და ჩვენმა საზოგადოებამ და ყოფამ რატოღაც გადაწყვეტა, რომ რაციო უნდა მატყუოს, უგულველყოს ის, რასაც გრძნობ. აი გამთლიანება არის, რომ მე რასაც გრძნობ, ის მივიღო. ისევე, როგორც რასაც ვფიქრობ. და აი ეს და რა ჩემი სხეულებრივი, ემოციური და გონებრივი ნაწილი ერთმანეთთან იყოს კონტაქტში და არა გათიშული. და ბოლოს ასევე მინდა გაგეხსნათ ერთი პატარა ჩემი სტუმარი, რომელიც არის ესეთი პატარა კამერა. ესეთი კამერა მაჩუკეს, რომელიც იღებს რეტრო სტილში, აი ეს სტილში ჩვენ ბავშვობაში რო ვიდეოებს იღებენ და ნოსტალგიურია, აქვს თავისი მეხსიერების ბარათი. და თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ეს პატარა კამერა, სულ ატაროთ ჯიბით, ჩამოსაკიდით, როგორც არ ვიცი, ბრელოკი და შეაგროვოთ ემოციები და კადრები ამითი. ლინკს დავტოვებ აღწერაში და შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ ყველაფერი. ელენა, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან სასიამოვნო იყო შენთან საუბარი. ბევრი ამბავი კიდე კარგად ჩავშალეთ ამ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ ერთხელ ვიჭყვირა სამწუხაროდ არის ძალიან ხშირი და ალბათ კიდე არ ვიცით ისეთი სიხშირის არის, იმიტომ რომ ის ძალადობის ფორმები, რომელიც ჩვენ ავხსენეთ, შეიძლება დღის შუქზე საერთოდ არ გამოდის და ჩვენ იმ შემთხვევაში ვიგებთ, როცა რაღაცა ფატალური შედეგები დგება. მადლობა. ჩემ მაყურებელს ვეტყვი, რომ კიდევ ერთხელ თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო, როდესაც უყურებთ, არ გამოგცეთ მოწონება, იმიტომ რომ ეს ძალიან მეხმარება და თქვენი აზრიც გამოხატოთ, იცოდეთ, რომ ყველა კომენტარს მე ვკითხულობ, მე გპასუხობთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა.